მე გახლავართ ანა ვეზირიშვილი, გადამზიდი კომპანია Gianchi Logistics-ის მარკეტინგის მენეჯერი. სანამ გადმოვინაცვლებდი გადამზიდ კომპანიაში და მინდა გითხრათ, რომ სულაც არ დგას კატეგორიის მენეჯერისგან გადამზიდი კომპანია შორს და შემდეგ მოგვიანებით უკვე აგიხსნით რატომაც. იქამდე მაქვს დაახლოებით 10 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა საცალო ქსელებთან ურთიერთობაში და სხვადასხვა პოზიციაზე ვმუშაობდი. მე ვმუშაობდი Biblusში. ველისტორი და სოფლიდან ჯი, როდესაც დაიმერჯნენ, გაერთიანებაში მივიღე მონაწილეობა და შემდეგ კატეგორიის მართვა გადავიბარე, ვმუშაობდი Spar-ში და ჩემი ბოლო გამოცდილება და ყველაზე მრავალფეროვანი იყო PSP-ში. აღნიშნულ კურსი ზოგადად იმიტომ დავიწყეთ, რომ ვინც მუშაობთ საცალო ან თუნდაც დისტრიბუციაში ვინც მუშაობთ, ყველა მიცით, რომ როდესაც სამსახურებში მივდივარ საგუყვანილ პოზიციაზე, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ აბა დაჯექი ახლა შენ და იმუშავე. და ამის უკან არის რეალურად ძალიან ბევრი წინა სამუშაოები გასატარებელი, რომ ჩვენ კარგ კატეგორიის მენეჯერებად, ბრენდ მენეჯერებად და საკომუნიკაციო პირებად ჩამოვყალიბდეთ. შესაბამისად, ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრება და კარიერული გზა უფრო მარტივი რო გაგვეხადა, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ აღნიშნული კურსი შეგვექმნა, რომელიც არის ძალიან ინფორმატიული, არის საქართველოს ბაზარზე მორგებული, იმიტომ რომ საქართველოს ბაზარი არის უფრო აღმოსავლეთ ევროპის ბაზარი და პირობითად ამერიკაზე შეგვიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ მაინც არ იქნება რელევანტური გამოცდილება ჩვენთვის. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ანუ ამ კურსის მერე რო ხვალ თქვენ CV გააგზავნოთ და აგიყვანონ სამსახურში, ხო? ამ კურსმა უკვე უნდა მოგცეთ თქვენ იმდენი, რომ იქ თავდაპირველად, აი სანამ უკვე იმ კომპანიაში გადაითვიფებით, თქვენი საქმე ჯეროვნად შეასრულოთ. დავიწყებ ახლა უშუალოდ პრეზენტაციას და ვსვამ კითხვას, ეს ინტერაქციული კითხვა იქნება და ძალიან გამიხარდება ვინმე თუ იპასუხებთ. ვინ წყვეტს თქვენი აზრით, რა ვიყიდოთ? ჰაკო, თქვენ არ გინდათ რომ იპასუხოთ? აი, თქვენ რომ იპასუხოთ, ვერ ვხედავ სახელს. მაგდავის კარგი. ვინ წყვეტს, არ ვიცი, თუმცა ძალიან დიდი გავლენა აქვს, ფიქრობ ჩვენზე, სოციალურ ქსელებს. ძალიან დიდი გავლენა და კი, ალბათ წყვეტენ იმას, თუ ჩვენ რას ვყიდულობთ, ან რა მოგწონს და ეს ნებისმიერ რაღაცას ეხება, 60, ავეჯი და ასე შემდეგ. ხო, სოცმედია. გეთანხმებით ცალსახად. ეხლა გიპასუხებთ მე. იმისთვის, რომ ჩვენ გადაწყვეტილება მივიღოთ, რა ვიყიდოთ, პროდუქტის უკან დგას ძალიან დიდი გუნდი. ეს გუნდი არიან დისტრიბუტორები, GD Alco-s წარმომადგენელი გამეთანხმება განსაკუთრებით. დიახ, გისმენთ? აი, ხელი აქვს აწეული დიანას. დიანა, გისმენთ? შეიძლება შემთხვევით აგეწიათ? კი ბატონო, არა უშავს. დისტრიბუტორების ძალიან დიდი გუნდი დგას, რომელიც მუშაობს პროდუქტის საქართველომდე ჩამოტანაში, პროდუქტის რეგისტრაციაში, შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით მოწესრიგებაში, შემდეგ მოლაპარაკებებს იწყებს მარკეტთან. მარკეტში ხდება სწორედ ჩვენი კატეგორიის მენეჯერი, რომელიც განიხილავს მასთან ყველა იმ სამპრომოციო ღონისძიებას, რაც პროდუქტის გასაყიდად უნდა გატარდეს. ანუ კატეგორიის მენეჯერი შეგხვდება და დაგალაპარაკება, ვთქვათ, რომ კარგი, შემოვიტანოთ ჩემი Spar-ის 20 მაღაზიაში შენი პროდუქტი. შენ როგორ დამიკლებ ფასს? ან რა პირობებში მომცემ, როგორ გადახდის პირობებს გამიკეთებ და ასე შემდეგ. კატეგორიის მენეჯერი არის ის პიროვნება, ვინც ამ გუნდთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს და მისი ხმა არის გადამწყვეტი ამ შემთხვევაში, რომელი პროდუქტი მოხდება დახლზე. სწორედ კატეგორიის მენეჯერის შემდეგ გადადის ეს პოზიციები უკვე სოცმედიაში, ინფლუენსერებში, ხდება TikTok-ზე და ასე შემდეგ. თუ თქვენ გაქვთ ახლა TikTok-ი, ძალიან აქტიურად შეამჩნევდით, რომ ძალიან პოპულარული პროდუქტები არიან ჩია და სელი. და ყველა კვების კონსულტანტი აბსოლუტურად გვესაუბრება ამ ჩიაზე, სელზე, როგორ გამოვიყენოთ, როგორ ვჭამოთ და ასე შემდეგ. რეალურად ამ ჩიას, თესლის და სელის თესლის უკან დგას კატეგორიის მენეჯერი, რომელსაც ნაშთში აქვს ეს პროდუქცია და ცდილობს ყველანაირი მეთოდით დაარეკლამოს, რომ სათქმელი ჩვენამდე მოიტანოს. როდესაც უმეტესი ჩვენგანი მაგალითად დადის ვაიკიკიში, პირობითად ან კერანოვაში, H&M-ში და Zara-ში და გვაქვს დაახლოებით ერთი სტილის ტანსაცმელი, რომელიც არის ხელმისაწვდომი, გარეცხვის დროს არ ფუჭდება, ფერი არ გადასდის, არის კომფორტული, შეგვიძლია ჩავიცვათ ნებისმიერ სიტუაციაში, ანუ შეიძლება რაღაცა კორპორატიულ რაღაცა ღონისძიებაზე მხართ შეიძლება ვერ ჩავიცვათ, მაგრამ გასაუბრებაზე შეიძლება გვეცვას მეგობართან, შეიძლება გვეცვას და
ასე შემდეგ. სწორედ ამ პროდუქტის უკანაც, ანუ სწრაფი მოდის მაღაზიების უკანაც კატეგორიის მენეჯერები დგანან, რომლებიც მუშაობენ, რომელი პროდუქტი არის ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, ანუ მაისური ჯობია იყოს დახზე წარმოდგენილი, ჯინსი ჯობია, რაიმე ბრტყბილაზე და შემოიტანონ თუ ასე შემდეგ. და აბსოლუტურად ყველაფერი რა ჩვენ ქმნის, რასაც ჩვენ ვჭამთ, რასაც ჩვენ ვსვამთ, მაგ ყველაფრის უკან დგანან კატეგორიის მენეჯერები. საცალო ვაჭრობის ინდუსტრია როგორც დამსაქმებელი, ანუ ზოგადად საქართველოს ბაზარი როგორც დამსაქმებელი, დამეთანხმებით, რომ ცოტა საკამათო არის. თუმცა აი ამ საკამათო დეტალებს ერთი წუთი გვერდზე თუ გადავდებთ, საცალო ვაჭრობის ინდუსტრია ჩემი აზრით არის ყველაზე კარგი დამსაქმებელი და გეტყვით რატო. იმხელა, რომ თუ თქვენ კატეგორიის მენეჯერობა არ მოგეწონებათ, რაღაც პოზიციას აუცილებლად ნახავთ, რაც მოგეწონებათ. მაგალითად, მერჩენდაიზერობა მოგეწონოთ და თქვენ გინდათ გადაწყვიტოთ დახლები რა ფრად და როგორ უნდა მოირთოს. შეიძლება ფინანსისტობა მოგეწონოთ და ფინანსურ ნაწილში წახვიდეთ რიტეილში. და რიტეილი გაძლევთ საშუალებას, რომ მართლა ნულიდან დაწყებული კარიერა აიყვანოთ ტოპში. თუ თქვენ ჩემი სიტყვები მაგალითად ცოტა ზედ გადაჭარბებად გეჩვენება და თვითონ არის კატეგორიის მენეჯერი, რა თქმა უნდა, ეხლა შეაკებს თავის სფეროს. ეგრე არ არის, იმიტომ რომ დღეს მაგალითად LinkedIn-ზე ჩემმა ერთმა ნაცნობმა დაწერა, რომელიც 10 წლის წინ იყო სპარის კონსულტანტი, ანუ ტიპი მივიდა მაღაზიაში კონსულტანტად, ანუ ყველაზე მომცრო რგოლის მენეჯერად დაიწყო მუშაობა, განვითარდა კომპანია, სპარიდან წავიდა, მაგნიტში იმუშავა, ანუ კარიერული პოზიციიდან პოზიციაზე გადავიდა და ეხლა საბოლოოდ ისევ 10 წლის მერე მიუბრუნდა ამ კომპანიას უკვე გენერალური დირექტორის სახით. 10 წელიწადში ამ პოზიციამ იმხელა ტრანსფორმაცია განიცადა, რომ თავის დამსაქმებელს უკვე დირექტორად დაუბრუნდა. ზუსტად აი ამიტომ, რომ ნაკლებად ხდებათ ნეპოტიზმი, იმიტომ რომ აქ ვაჭრობა არის, აქ დიდი ფული ტრიალებს, აქ შენ ნეპოტიზმის საშუალებას არავინ არ მოგცემს. ნაკლებია ამის ჩანსი. შესაძლებელია, შენ თუ კარგი ხარ, შენ თუ მოწესრიგებული ხარ, მონდომებული ხარ, ათვისების უნარი ღია ხარ სიახლეებისთვის, ეს ინდუსტრია შენთვის ღიაა, რომ გასწავლოს, დაგასაქმოს და დაგაწინაუროს. გადავიდეთ ახლა ჩვენ შემდეგ სლაიდზე და განვიხილოთ საცალო ვაჭრობის პირველი ნაბიჯები საქართველოში. ხوار მეტყოდით თქვენი წარმოდგენით როგორ დაიწყო საცალო ვაჭრობა საქართველოში? აი, თუ ვთქვათ, ესე ვთქვათ, რაღაც არ გვახსენდება, მე შემიძლია ამ თემაზე ვისაუბრო, რომ როდესაც საქართველოში იყო საბჭოთა კავშირი, ანუ დაახლოებით 1921 წლიდან, თქვენ მოგეხსენებათ, ან უნივერსიტეტშიც გექნებათ ნასწავლი, ისეც გექნებათ წაკითხული, რომ ესე არ არსებობდა მაღაზიები რა, რომ მე პირობითად სიგარეტი მომინდა ჩავერბინე სპარში ვიყიდე, ესე არ იყო, არსებობდა სპეციალური გასტრონომები, სადაც საქონელი იყო მუდმივად დეფიციტური, ამას არ ჰქონდა არანაირი კომერციული მნიშვნელობა, ანუ არავინ არ დაგაწინაურებდა, არავინ არ დაგაქვეითებდა, რა პოზიციაზეც დაგსვამდნენ, იმ პოზიციაზე იმუშავებდი მიზერულ ხელფასზე და იყო მუდმივი დეფიციტი, ანუ ყველაფერი ჰქონდათ სიტყვიერად, მაგრამ რეალურად დახზე არაფერი არ ჰქონდათ. თუმცა მათ ვისაც გააჩნდათ რაღაცა ფინანსური რესურსი, სხვადასხვა ასეთ შემთხვევაში ჩრდილოვანი ვაჭრობა არსებობდა, ანუ შენთვის და ჩემთვის მიუწვდომელი იყო ის პროდუქტი, მაგრამ ვიღაცასთვის, ვისაც მეტი ფული ჰქონდა, მეტი გავლენა ჰქონდა და ასე შემდეგ, იმისთვის ძალიან ხელმისაწვდომი იყო და მართლა აკაცეცვა ჯინსი საქართველოში. ოღონდ ეს ჯინსი დახზე არისო დღევანდელისგან განსხვავებით. როცა დამთავრდა უკვე საბჭოთა კავშირი და 90-იანები დაიწყო, ეს იყო უკვე ვაჭრობის ბუმი. ეს იყო ვაჭრობის ბუმი, ოღონდ ეს არ იყო მოწესრიგებული, ეს იყო ისეთივე ქაოტური, როგორც ჩვენ ისტორიაში არის 90-იანი წლები რა. ვირას ყიდდა, ვირას იპარავდა, ვირას კერავდა, ვერ გაიგებდი. მაგ პერიოდში უკვე დაიწყო ბაზრობებმა ჩამოყალიბება და ჩემი აზრით კატეგორიის პირველი მენეჯერების პირველი მერცხლები არიან ზუსტად ბაზრობის ადამიანები, იმიტომ რომ იმათმა განსაზღვრეს რა პროდუქცია უნდა შემოსულიყო. თითოეულ კატეგორიაში რამდენი პროდუქტი უნდა ყოფილიყო, დახზე რა უნდა დებულიყო, დახლი როგორ უნდა მოწესრიგებულიყო. ამას რა ფასი დასდებოდა, ზუსტად ამ ადამიანებმა მოიფიქრეს, მაგათ არანაირი ტრეინინგი არ გაუვლიეთ, ეს 90-იანებია, შუქი არ არის, არავინ არ დაგიჯდება, რომ რაღაცაზე გამეცადინოს, არ დაგავიწყოთ. თავიანთი შინაგანი ხმით მიხვდნენ დაახლოებით ბაზარზე თავი როგორ გაეტანათ. 90-იანები მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ დისტრიბუციის პირველი ეტაპები ჩაისახა უკვე, როდესაც გაქრა სამსახურები ქვეყანაში 90-იანების წლების დასაწყისში, ქალებმა მასობრივად დაიწყეს სხობა და მაღაზიებში ნაცხობი პროდუქციის ჩაბარება. ან დისტრიბუციის პირველი რგოლი განხორციელდა მან. შეიქმნა პროდუქტი ტრანსპორტირდა, მოხდა მოლაპარაკება მიმღებს და გამცემს შორის, ფასი დადგინდა, შეთანხმდნენ რა პირობებზე ითანამშრომლებდნენ და გადასცა
ცხოვრების პირველი რგოლიც და პირველი ვერცხლებით ფაქტობრივად 90-იანი წლების ქალები იყვნენ, რომლებსაც შესაძლებელია მართლა ბუღალტრის განათლება ჰქონდათ, უბრალოდ იმ პერიოდში ეს აღარავის აღარ სჭირდებოდა, აღარავისთვის აღარ იყო საინტერესო და მოუწიათ თავიანთი პროდუქტის ტრანსფორმაცია განეცადათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბოძის კიხით კარგად ზარდებოდეთ ნახავთ. საბუთავს. კი აქვე. დაგიბრუნდით, ბოდის კიხით. ასეთ ტერმინი არსებობდა 90-იანებში ჩემოდნების ბიზნესი, იმიტომ რომ ადამიანები მასობრივად გადადიოდნენ თურქეთში, არაბეთის ქვეყნებში, მიფრინავდნენ ჩინეთში, ჩამოჰქონდათ საქონელი და იქ მეწარმედ ვაჭრობდნენ. ესეც იმპორტის პირველი ჩანასახები. თუმცა 90-იანები რომ მიიწურა, უკვე საქართველოში გაჩნდა ნამდვილი კონსტრუქციული, მოწესრიგებული მარკეტების პირველი ნიშნები. ალბათ თქვენ უმეტესობა ხართ პატარები და არ გემახსოვრებათ, ამიტომ ამაზე არ მოგაცდეთ და მე თვითონ მოგიყვებით. მოწინავე მარკეტი, რომელიც ესე სუპერმარკეტად ჩამოყალიბდა ჩვენ ბაზარზე, იყო პოპული. შემდეგ გუდვილი, პირველი ჰიპერმარკეტი და პოპული და გუდვილი მოდიოდნენ ერთად. კითხვა მაგდა თუ სრული გექნებათ, იქნებ მიპასუხოთ. რატო არის ისმის ჩემი ხმა? არა, ისმის. კარგად ისმის, კი, იდეალურად. კითხვა შემოვიდა დიანასგან და დიანა, რომ გახვიდეთ და თავიდან სცადოთ შემოსვლა, იმიტომ რომ თუ დანარჩენებს გესვლით, თქვენი გაჯეთის ხარვეზია. ხოდა მე მაგ ესეთი კითხვა, თქვენი აზრით ბაზარზე რატო ხედავთ ამდენ გუდვილს და ვეღარც ერთ პოპულს? საწავიდა პოპული. განაცვლა ხო მე როგორც ვიცი. სხვა აქსელებმა შეიძინეს როგორც მაქვს ინფორმაცია. კი, სტარმა შეიძინა. ნატალია, თქვენ რას ამბობდით, რომ გამემეოროთ? ბაზრის მოთხოვნებს ვერ აუწყობთ, კი ფეხტად ვერ მოიგო იმ საკითხს, რომელიც ბაზარზე იყო. ზუსტად, მართალი ბრძანდებით ორივე პასუხის შემთხვევაში, სრულიად ქაოტურად დაიწყო ბრენდმა განვითარება, ვეღარ მიხვდა რამდენი მაღაზია გაიხსნა, რა აქცია, საერთოდ პოლიტიკა დაკარგა რა ბრენდმა, ანუ ყველაფერი ერთად უნდა და უბრალოდ არ ქონდა მიზანი, რანაირად შეიძლება და ეს ყველაფერი ერთად მიეღწია რა და შესაბამისად თავარი დედააზრი დაიკარგა მთლიანად. დარჩა ესე ჰაერში, შეიძინა მე სტარმა როგორც მახსოვს მისი წილი და სხვა ბრენდით ანუ ფაქტობრივად თანაშრომლები არ დარჩნენ უსამსახუროდ, მაგრამ ბრენდი გავიდა ბაზრიდან, იმიტომ რომ არ არსებობდა ძირეული ვაჭრობის პოლიტიკა კომპანიაში. შესაბამისად, აი ხა შემდეგ ეტაპზე რომ გადავიდეთ, რას აკეთებს უშუალოდ კატეგორიის მენეჯერი და პირობითად გუდვილის შემთხვევაში, გუდვილი რომ დღეს ბაზარზე ისევ არსებობს და კატეგორია პოპული აღარ არსებობს, რა როლი აქვს ამაში კატეგორიის მენეჯერს? ეს კურსი, როგორც ვიცით, ეხება ადგილობრივი კატეგორიის მენეჯერის განსხვავებას და განმარტებებს. ადგილობრივი კატეგორიის მენეჯერი და ჩვეულებრივი კატეგორიის მენეჯერი ერთი და იგივე ფუნქციას ასრულებენ კომპანიაში. უბრალოდ ერთი ძირეული განსხვავება არის რა. ადგილობრივი კატეგორიის მენეჯერი ძირითადად გვხვდება სუპერმარკეტებში, ჰიპერმარკეტებში, ველისტორიზე, ექსტრაჯიზე, გორგიაში და ასე შემდეგ, მაგრამ არ გვხვდება ზარაში და H&M-ში. რატომ? იმიტომ რომ ზარაში და H&M-ში რომ იმუშაო, შენ უნდა გქონდეს გამოცდილება პროდუქტის უცხოეთიდან შესყიდვის, ანუ მოლაპარაკებები უნდა აწარმო უცხოელ ბაზართან და ადგილობრივი კატეგორიის მენეჯმენტში მთლიანად შენი არის ბაზარი. ანუ შენ ეკონტაქტები აბსოლუტურად ყველას, ვინც საქართველოშია. გადამყიდველი იქნება, დიდი მოვაჭრე იქნება, სხვა მარკეტიდან იქნება წარმომადგენელი თუ ასე შემდეგ. კატეგორიის მენეჯერის როგორც ადგილობრივის და ისე ჩვეულებრივი კატეგორიის მენეჯერის ფუნქცია მოვალეობები ერთი და იგივეა როგორც ვთქვი და მოდი რაღაც მიუყვეთ რა ფუნქცია მოვალეობები აქვს მას. პირველ რიგში მას ევალება ასორტიმენტის მართვა და ჩამოყალიბება. ერთი კატეგორია მაღაზიისთვის ეს არის ერთი ბიზნეს ერთეული და რას გულისხმობ. შესაძლებელია კარაქზე ჩვენ გაგვახსენდეს ვალიო, გაგვახსენდეს პრეზიდენტი, გაგვახსენდეს რა შატილი და სამე რაღაც კიდე სხვა ბრენდები, მაგრამ მაგათი ყველას ერთი ბიზნეს ერთეული არის რძის ნაწარმი. კატეგორიის მენეჯერი ვალდებულია და პასუხისმგებელია ერთ კონკრეტულ კატეგორიაზე. შესაძლებელია თუ მარკეტი პატარაა და ეხა 5 ფილიალი აქვს, შესაძლებელია 2-3 კატეგორიაც ჩაიბაროს, მაგრამ პირობითად რომ დავსაქმდეთ, დიდო რა ორნაბიჯი რომ დავსაქმდეთ, ერთ კატეგორიაზე ვიქნებით პასუხისმგებლები. პასუხისმგებელია ეს კატეგორია ჩამოაყალიბოს
განსაზღვროს რომელი არის მისთვის საინტერესო პოზიცია, სად არის მისი მაღაზია, ანუ მისი მაღაზია უფრო დაბალ ბიუჯეტიან მომხმარებელზე არის გათვლილი, თუ შეუძლია რომ 40 ლარიანი კარაქიც დადოს თქვათ თახლზე. შესაძლებელია ორივე ტიპის მომხმარებელი შედის ამ მაღაზიაში და მან უნდა მოიძიოს ორივე მომხმარებლისთვის აუცილებელი და საჭირო პროდუქცია. ასევე განსაზღვროს ფასების სტრატეგიას. დღესდღეობით ესე არავის არ გვაქვს საშუალება, რომ რაღაცა მოგცეს 10 ლარიანი სხვაობა, ჩვენი 10 ლარი რაღაცა ყურად არ ვიღოთ და იქ გადავიხადოთ, სადაც 10 ლარით ძვირი. თუ სადმე ამას ვაკეთებთ, იმან შესაბამისი სერვისიც უნდა შემოგთავაზოს. სახლში მომიტანოს, დაჭრილ მდგომარეობაში მომიტანოს, რა დროსაც მინდა, იმ დროს მომიტანოს, რაც მინდა ის გააკეთოს, კურიერს მოვთხო, რომ არ დამირეკოს, იმიტომ რომ ჩემ ბავშვს ძინავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თორე სხვა ძირითად შემთხვევებში ფასი არის ძალიან მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის, ხო? შესაბამისად, კატეგორიის მენეჯერი ვალდებულია, რომ ფასთა პოლიტიკა ისეთი დააყენოს, რომ მისი მაღაზიის კონცეფციიდან გამომდინარე და სხვა მარკეტებში არსებული ფასებიდან გამომდინარე, მასთანაც შემოვიდეს მომხმარებელი. პირობითად ავიღოთ ისევ კარაქის მაღაზიის ნაწარმში შედის რაღაცა რძე, ყველი, კარაქი, ის და ეს რა. მაგალითად, თუ თქვენ ხართ აგროჰაბის თანამშრომლები, თქვენთვის საინტერესოა რა ხდება ევროპროდუქტში. რა ხდება გასტრონომში, რა ხდება ესეთი რაღაცა ჯორჯიტაც, ხა გამახსენა მეგონი ჯორჯიტაც საკმაოდ მაღალფასიანი მარკეტი. შენთვის საინტერესო არის ეს, თუ ვთქვათ, ევროპროდუქტმა დააგდო ფასი, შენც ვალდებული ხარო ფასი დააგდო, იმიტომ რომ ევროპროდუქტს აქვს საშუალება, რომ შენი მომხმარებელი წაიყვანოს, მაგრამ ორნაბიჯს თუ გაეტოლები, შენ ორნაბიჯზე ძვირი იქნები აუცილებლად, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ თქვენ საერთოდ სხვადასხვა მარკეტებში ხართ, საერთოდ სხვადასხვა ბაზარზე ხართ, თითქმის სხვადასხვა მომხმარებელი ყავს და არ არის აუცილებელი, რომ ერთმანეთს მიბაძოთ. მაგრამ შენ თუ ორნაბიჯში მუშაობ, აუცილებლად უნდა იცოდე დეილიში რა ფასია, იმიტომ რომ თუ დეილიმ დააგდო, შენს მოგიწევს ფასის დაგდება. თუ იმან რაღაც ახალი ბრენდი შემოიყვანა, შენს მოგიწევს იმის შემოყვანა უკეთეს პირობებში. რატომ მოვიყვანე ახლა ორი ნაბიჯი და აგროჰაბი მაგალითად? იმიტომ რომ საცალო ვაჭრობას აქვს თავისი ტიპები და ჩვენ ვხვდებით რამდენიმე ტიპის მაღაზიებს. ორი ნაბიჯი, დეილი, რომელიც ცოტა არის ჩემი საყვარელი მარკეტია, იმიტომ რომ განვითარებით აი დიდი იმედი მაქვს, რომ თქვა თუ სულ ვიდექნებათ ლექციას, რომ დავამთავრებთ დეილიზე ბოლოს სტატიები მოძებნოს და ნახოთ, იმიტომ რომ დეილი მართლა 5 მარკეტით დაიწყო და დღეს სპარის აქციები აქეთ შეიძინა. არა თუ ამ ხელა გიგანტმა შეიძინა დეილი, ამან პირიქით შეიძინა ის შესაძლოა, მე ძალიან მიყვარს რა. ორი ნაბიჯი, დეილი და ასე შემდეგ არიან დისკაუნტერი მაღაზიები, რომლებიც აი მაგალითად პირობითად ორ ნაბიჯში რომ შევალთ, სერვისი ხო არ მოგწონს ხოლმე რა. არც ის არ მოგწონს რაღაცა დალაგების სტრუქტურა არ მოგწონს, მაგრამ ფასია იმდენად მისაღები, ამის გამო აუცილებლად შევალთ რა. ანუ დისკაუნტერია ტიპი გეუბნება, რომ ჩემთან თუ შემოდიხარ, შენ მიიღებ ძალიან მაგარ ფასად ყველაფერს, ან დაზოგავ ძალიან ბევრ ფულს, მაგრამ შენ ვერ მიიღებ ეხა შესაბამის სერვისს. ჭხილებს არავინ გაგიქლიბავს სალაროს რიგში რა. აი მაგალითად თურსა ძალიან მიყვარს, წერეთელზე არის, საბითუმო არის. ზუსტად ისეთივე არის, რო შეხვალა ასე არიან ადამიანები ჩამხობილი დახლებში, მაგრამ ან თურს რაღაცა კონდიტერი რო ვიყო, თორსას გარდა არსად არ შევიდოდი, იმიტომ რომ ნახევარფასად წამოვიდებდი ყველაფერს. დისკაუნტერებთან ერთად არიან ჰიპერმარკეტები. ჰიპერმარკეტებიდან გვახსენდება კარფური, გვახსენდება გუდვილი, გვახსენდება აგროჰაბი და ისინი გამოირჩევიან იმით, რომ ერთ სერვისში არის ძალიან ბევრი პროდუქტი. რა, ჩვენ რო სუპერმარკეტში, აი სუპერმარკეტს და ჰიპერმარკეტს შორის ეს განსხვავება არის. რა, სუპერმარკეტ შეიძლება ჰქონდეს კარაქის 6 სახეობა, მაგრამ ჰიპერმარკეტში რო შევალ, კარაქსაც იყიდი, კარაქის საფრთხებსაც იყიდი, მიქსერსაც იყიდი, კარაქის ჭიქასაც იყიდი და რა ვიცი, შეიძლება ნამცხვრის გაკეთებაც მოგინდეს და შესაბამისი რაღაცეებიც მიაყოლო რა. ჰიპერმარკეტებს ხვდებით საქართველოში, სუპერმარკეტებს ხვდებით, რომელიც არის საშუალო კლასი გათვლილი, აი როგორ ადამიანებს იცით, აი სამსახურით რო გავედი, 10 ლარის პროდუქტი მაქვს შესაძენი, 10 ლარი და 20 თეთრს თუ გადავიხდი დიდად ჩემ ცხოვრებაში არაფერი დაშავდება, რომელი მაღაზიაც ჩემთან ყველაზე ახლოს იყო სამსახურთან, შევირბინე, ვიღი და წამოვიღე გავაკეთე, ანუ სწრაფურ ბრუნვადი არის. არის ასევე სპეციალიზებული მაღაზიები, მაგრამ აი ორგანიკას შევხვდებით, მაგალითად შეგიძლიათ მოძებნოთ ორგანიკა. დიახ, გისმენთ? ქრისტინე, გისმენთ? ქრისტინე, ხელი აგეწიათ შემთხვევით, ესე იგი თუ თქვა სიტყვა არ გაქვს. იქით არა უშავს გავაგზავნოთ, თუ რა ვესათქველი გექნებათ გისმენთ.
სპეციალიზებული მაღაზიები ეს არის მაგალითად ჩემი ლექციის მერე შეგიძლიათ ნახოთ ორგანიკაჯი. ორგანიკაჯი არის მხოლოდ სუპერფუდების და მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების გაყიდვაზე ორიენტირებული და ნაკლებად შევხვდებით ხოლმე ეგეთ პროდუქტს, იმიტომ რომ ძალიან ნიშურია. საქართველოში არ არის ხა კვების კულტურა ისე ჩამოყალიბებული, რომ რაღაცა 10 და 20 მარკეტ შევხვდეთ ერთ რაღაცა აუცილებლად რაღაცაზე ორიენტირებულს. საინტერესოა უფრო ვეგანებისთვის, ვეგეტარიანელებისთვის, მარხულებისთვის, მუდმივად მოვარჯიშეებისთვის, მოდიეტეებისთვის და ასე შემდეგ რა, უფრო სპეციალიზებულს ნაკლებად შევხვდებით, თუმცა შევხვდებით და ელექტრონული კომერცია. ელექტრონული კომერციიდან, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი ალბათ ველისტორი გაგახსენდათ. ალბათ ექსტრაჯიც გაგახსენდათ. გლოვა და ვოლტი გაგახსენდათ. აქ ვიტყვი რომ გლოვა და ვოლტი არიან quick commerce და არა e-commerce. ის განსხვავებაა, რომ e-commerce-ის შემთხვევაში თუ პროდუქტი შემიძლია მოგიტანო 3 საათში, ან მეორე დღეს, მაგალითად ექსტრაზე რო ეხლა შეუკვეთო, ვიტყვის რომ მეორე დღეს მოგიტანო და გლოვოთი 9 საათში მოგიტანენ. ეს განსხვავებაა მხოლოდ quick commerce და e-commerce შორის. და დღესდღეობით დიდი ბიზნესები ცდილობენ, რომ omni-channel მეთოდით იმუშაონ. ეს ნიშნავს იმას, რომ მე თუ არ პირობითად აგროხაბი, მე მინდა რომ მაღაზიებიც გქონდეს, თბილისიც დავისაკუთრო, ბათუმშიც ფილიალი გავხსნა, ელექტრონული კომერციის კატეგორიის მენეჯერიც მყავდეს და გლობალურზეც ვიყო გასული. მე როცა პირველ სლაიდზე ვსაუბრობდი, მე ვამბობდი, რომ რიტეილ ინდუსტრიას, საცალო ვაჭრობის ინდუსტრიას აქვს უზარმაზარი რესურსი, რომ თანამშრომელი დაასაქმოს. ანუ შენ შეგიძლია მიხვიდე იქ იყო კატეგორიის მენეჯერი მხოლოდ გლობალურის მიმართულებით და მხოლოდ არ გეგონოთ რომ ცოტა არის გლობალურს რო სამუშაო ჭირდება, ეგ არის სამუშაო თუ არის რა. შეიძლება იყო შენი საიტის მიმართულებით, ანუ აგროჰაბჯიზე იყო კატეგორიის მენეჯერი და შენ შენაშ საკონტროლებდე და ასე შემდეგ. შეიძლება უბრალოდ კატეგორიის მენეჯერი იყოს რძის პროდუქტში, მაგრამ საერთოდ არ მოგწონდეს რძის პროდუქტები და სასმელში გადახურდე. ანუ ამიტომ ვამბობ რა, კატეგორიის მენეჯერი თუ გახდები, ყველგან იღება შენი გზა აბსოლუტურად და არა მხოლოდ გზა იღება, დაწინაურების პერსპექტივები გაქვს ძალიან დიდი, იმიტომ რომ კატეგორიის მენეჯერის მაღლა დგას კატეგორიის მენეჯერების ხელმძღვანელი, რომელსაც კომერციული მენეჯერი ეწოდება. სოგან ეს რგოლი ჩატეხილი არის, იმიტომ რომ არ ყავთ იმდენი კატეგორიის მენეჯერი უჭირდებოდათ, თუმცა კომერციული დირექტორი და გენდირექტორი აბსოლუტურად ყველას ყავს. და ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, მარკეტში რო შედიხართ, ოფიტა რატო გხდებათ, თქვენ მუხლის სიმაღლეზე, თუ გაქვთ პასუხი ან ვერსია? უგაცრავად პირადად მე შეკითხვა ვერ გავიგე თუ კიდე დასვას შეკითხვა. აი მარკეტში შეხვედით, დახთან დგახართ, დაიხედეთ დახან, უკვე სუპერმარკეტში სალაროსთან ხართ რა, აბარათი ამოღებული და უკვე დაადო, გადაიხედოთ, დაიხედეთ და თქვენ ფერთან არის galagებული ოფიტა, სნიკერსი, რაღაცა კევი და ასე შემდეგ. აი რატო თქვენი აზრით, აი რატო მან როგორ მოხდა ეს, აი ხელი აწეული და უი, ძალიან ბევრი ხელია და ყველას პასუხი მაინტერესებს აბსოლუტურად. ალბათ იმის გამო რომ უფრო გაყიდინონ მარტივად რა, მე ხა სნიკერსი უფრო ისეთია რომ ყველა ყიდულობს, ისე როგორც საღეჭი რეზინა. მოდი, აბარი გრიგობით რომ მივყვეთ, თქვათ ქრისტინე, მოდით, აი რიჩ სიაში როგორც ყავს, ისე მივყვები რა, თუ შემთხვევით ვინმე ადრე აიწიეთ, ბოძის გიხდით, სიას მივყვები რომ არავინ გამომჭრე. ქრისტინე, თქვენი პოზიცია რა არის ამ საკითხთან დაკავშირებით? თუ გავითვალისწინებთ რომ 3 მცირეწლოვანი შვილი მყავს და პირადი გამოცდილება მაქვს რომ ბავშვისთვის ადვილად ხელმისაწვდომია ძალიან მარკეტინგული პასუხით მოსმენაზე ვოცნებობდი ძალიან დიდი მადლობა. მარი ვილი თქვენი პასუხი მაინტერესებს? კი, ფიქრობ რომ ანუ ბავშვებზეა გათვლილი და ნუ ზოგადად რომ გაყიდვებზე არის ორიენტირებული რა. კი ბატონო, ნატალია, თქვენი პასუხით საინტერესო არის. Я ვფიქრობ ბავშვებთან უფროსებზეც, იმიტომ რაღაცნაირად რომ სახეჭრეზინის ხშირად ყიდულობანი და ამ ტკბილსაც ყოველდღიურია და უფრო მარტივია. თითქოს ერთი შეხედვით ჯვრიც ხარყის და მოდი ამასაც დავამატებ, ფასზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს ადამიანის გვამი ჩვენთან იზრდება და ამიტომ ვყიდულობთ ხოლმე. აი ეს დამნიშნულოვანი, აი ყველა პასუხი მართლა, აი ორი პასუხი არის, ერთი წუთი ამ პასუხს თზე მე მოვიწერებ. მე მოვიწერე კი, ბავშვებზეა ძირითადად გაწყვეტილი და არის მარკეტინგული ხრიკი. კი ბატონო, მართალი ხართ და ერთი აი ქრისტინეს ხელი აქვს აწეული, მაგრამ მე მგონი შემთხვევით არის. ანა,
წერან მინდოდა რაღაც შეკითხვის დასმა და ტექნიკური ხარვეზი მქონდა და სანამ ძალიან გავწდებით ამ თემას, თუ მაქვს საშუალება დაგისვამ შეკითხვას. კი, დამიშვიდე მოგზაურობ, აბა. კი ბატონო, მადლობა. მოკლედ მე ვმუშაობ, წეგან ბექგრაუნდზეც იკითხეთ და მაშინაც პრობლემა მქონდა. მოკლედ მე ვმუშაობ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერად ერთ-ერთ კომპანიაში, რომელსაც საქართველოს შემოაქვს იტალიური ბრენდი, რამოდენიმე ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი ვარ და ერთ-ერთი მიმართულება არის თავის მოვლა. სხვათა შორის ველის თორიზეც დავდეთ რამოდენიმე ჩვენი პროდუქტი, ანუ ჩემი პროექტი იყო და შემდეგ მოკლედ ჩემი სუბიექტური გადაწყვეტილება იყო, რომ შეთავაზება გამეკეთებინა ერთ-ერთი ოფლაინ ქსელისთვის და ჩემი პირადი სიმპათიების გამო გადაწყვეტილება მივიღე, რომ მოლაპარაკებაზე წავსულიყავი One Price-თან. ეს სიმპათიურება, ეს ქსელი, თავის რაღაცა ნიშით, რაღაცა განსხვავებული პროდუქტი და ასე შემდეგ. მოკლედ, შევხვდი კატეგორიის მენეჯერს, სიმართლე რომ გითხრათ, მანამდე არანაირი გამოცდილება არ მქონდა ამ პროფესიის და პოზიციის ადამიანებთან ურთიერთობის და ანუ ამ კონკრეტულმა ადამიანმა ანუ პროდუქცია რომ დავტესტეთ, გავიარეთ ეს ფინანსური საკითხები, შემდეგ გამიკეთე ესეთი შეთავაზება, რომ რადგან დავუშვათ ეს კონკრეტული პოზიციის შამპუნი იქნებოდა კონდიციონერი ასე შემდეგ, ну არ ღირდა ძალიან იაფი, ესე რომ ვთქვა, ჩვენ ბაზართან შედარებით. ну არც ისეთი, ну საშუალო ფასი დავარქმევრა. შემოთავაზა 4 მაღაზიაში განთავსება. როგორც თვითონ ამიხსნა, რომ ბრუნის კუთხით ეს პროდუქცია უფრო გაყიდვადი იქნებოდა თბილისში ამ კონკრეტულ 4 ფილიალში. რა თქმა უნდა, ხა მოლოდინი იმის, რომ რაღაც ერთ თვეში რაღაც კატასტროფულად დიდ რაოდენობას გავყიდით არ მქონია, უბრალოდ თქვენი როგორც პროფესიონალის აზრი მაინტერესებს, აი რისი მოთხოვნა შემიძლია მე დავუშვათ თუნდაც იმ კუთხით, რომ უფრო მეტ ფილიალში განვათავსებინო, ან რა ნიშნულზე უნდა ავიდეს ის, რომ თვითონ შემომთავაზონ, რომ თბილისის მასშტაბით კიდე სხვა ფილიალებში დაამატონ ეს თან საკმაოდ კარგი ბრენდია ნამდვილად ეკო პროდუქცია არის და ну ბენეფიტები ძალიან ბევრი აქვს მოკლედ. კი ბატონო, გიპასუხებთ ახლავე ამ შეკითხვაზე. პირველ რიგში განვიხილოთ ფილიალების რაოდენობა. კი, კატეგორიის მენეჯმენტში მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. პირველად კვერცხით უნდა იყოს ყველა ფილიალში 180 ლარიანი დისკი ყველა ფილიალს აღჭირდება. იმიტომ რომ ნიშური პროდუქცია არის, თავისი ცოდნი მომხმარებელი ყავს ამაში ვინც ფულს გადაიხდის, ისევე როგორც თქვენ შამპუნში ვინც ფულს გადაიხდის, იმან იცის რა შეიხდის ფულს, იმას head and shoulders-ი არ უნდა, რომელსაც არაფერს არ ვერჩი მომწონს და მაქვს, მაგრამ იმ შენი შამპუნი, თქვენი შამპუნის მომხმარებელმა იცის ფულს რა შეიხდის. რა უნდა გააკეთოს ახლა კატეგორიის მენეჯერი, ხო? უნდა მოძებნოს ის მომხმარებლები, რომლებმაც იციან ფული რაში გადაიხადონ, ან რომ რამე თანახმა არიან, რომ ამაში ფული გადაიხადონ. ეხლა როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი? ამ ყველაფერში საჭირო იქნება ორივე მხარის კონტრიბუცია. თქვენს ადგილას მე მას შევთავაზებდი, რომ დაეთმო უკეთესი თარო ჩემთვის. ვგულისხმობ იმას, რომ გადმოვიდეს უფრო თვალსაჩინო ადგილას. სასურველია სალაროსთან მიმდებარე ტერიტორიაზე. ზოგადად სალარო, აი, წეღან აი ამასაც უყოცხობ, თორსები ნატალიამ თქვა, რომ ფასი ისეთიაო, რომ არ დაგაქცევსო რა. ზუსტად სალაროსთან განთავსებულ პროდუქციას ეწოდება იმპულსური პროდუქცია, სადღაც 5 ლარამდე მერყეობს და იმისთვის არის, რომ აი 5 ლარი რას დამაქცევს გეხვეწები რა. ანუ სალაროსთან პროდუქტი რო ხდება, ის იმპულსურია, იმან უნდა გაყიდინოს შენი თავი მომენტალურად. თუმცა თქვენი შამპუნები შეიძლება განთავსდეს სალაროსთან ახლოს. უნდა შეიქმნას ბევრის განცდა, ხვდებით რას გეუბნებით. ამისთვის მაღაზიებს აქვთ არაერთი ხელსაწყო თაროსგან და პრალიოტი ეწოდება სიგრძეზე ალაგებენ.
ტორტებს და ტიტანიკებს ეძახიან, კი არის ტორტი არის, აი ზუსტად ტორტი და წარმოიდგენ, ორგლად არის დაალაგებული პროდუქტი. სიბევრის განცდა უნდა შექმნას, რა, ბევრია, ანუ ბევრს უნდა, კაია, მეც მინდა თუ ბევრს უნდა და ბევრი იხდეს, მეც გადავიხდი, ანუ რა ვიცი, მეც შემიძლია, აი ეს განცდა უნდა წამოიღოს, რა, სად განვათავსოთ ეს პროდუქცია აუცილებლად უნდა იყოს ამაზე თქვენ შორის საუბარი, იმიტომ რომ სადღაც ესე თუ არ მიაქციეთ ყურადღება, გინდა კატეგორიის მენეჯერი აიღეთ და გინდა ბუღალტერია აიღეთ, ყველა ადამიანს იმდენი საქმე აქვს, რომ შეიძლება რაღაცა გამორჩა, მაქსიმალურად უნდა მივაწვეთ რა, რომ რა ვიცი, შესაძლებელია მარკეტში რომ დაარიგებ პროდუქცია, მარკეტში კონსულტანტმა თქვა, რომ ამის თავი საერთოდ არ მაქვს და ისევ საწყობში არის რა. თქვენ იმ რამდენიმე თქვენ ადგილას იმ რამდენიმე მარკეტს ჩამოვივლიდი და ვნახავდი სად დევს ჩემი შამპუნი. თუ აღმოჩნდება რომ საერთოდ არ დევს დახსა, ვიკითხავდი რომ ნაშთი თუ გაგითავდა, რატო არ მითხარი რომ ნაშთი არ ქონდა რომ შემოვსო. თუ ნაშთი გაქვს, სად არის მაშინ ჩემი შამპუნი, რატო ვერ დავინახე ვერსად. ანუ ესეც გააკეთეთ აუცილებლად, მონიტორინგი გაუკეთეთ, აი GBL-კო განსაკუთრებით დამეთანხმება, მონიტორინგი გაუკეთეთ თქვენ პროდუქციას, ანუ მართლა აქვს თუ არა გამოტანილი თაროებზე. ეს სოციალურ ქსელში აუცილებლად რეკლამა უნდა მიაწიოს, მაგრამ ზოგადად სოციალური ქსელის რეკლამას ყველაზე ქვემოთ განვიხილავ ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცა ყველაზე მარტივი გასაკეთებელია. კაპ და კარგი პროფესიონალი ზუსტად გაგიბუსთავთ, ზუსტად მიიტანს სათქმელს სწორ მომხმარებლამდე რა, ეს მარკეტინგის სფეროა და კატეგორიის მენეჯერი და მარკეტინგის მენეჯერი განსხვავებული ტიპები არიან და უბრალოდ ხო ამოცანა შეგვიძლია გავუწეროთ კატეგორიის მენეჯერს, რომ თავისი მარკეტინგიც დააფუშიგოს და თქვენს გეყოლებათ დარწმუნებული ვარ მარკეტინგი ან სოციმედია ან ვინც მართავს თქვენ სოციალურ ქსელს, რომ ცოტა მეტი პრომოცია გაუკეთოს ამ პოზიციას და ზოგადად ვიცი რომ ინფლუენსერები არ უყვართ ადამიანებს, ძალიან მიყვარს გიშდები ინფლუენსერებზე, ყველას ვუყურებ აბსოლუტურად რა ნაგავსაც არ უნდა ყინდეს. მე თქვენ ადგილას ინფლუენსერების საკითხს წამოვჭრიდი რა. აი რა ვქნათ გიშდები, ვიცი რომ არავინ არ დავეთანხმებით, მაგრამ აი რა გავაკეთო. უამეკეტება, მე თქვენ ადგილას მაგასაც გამიხილავდი. კიდე ხო არა გაქვთ კითხვა რამე. აი ორი კითხვა არის კიდე. ქრისტინა, თქვენ თუ არ გექნებათ პრობლემა, მე რო გადავიდე უკვე თაკო ქობმაგერ. კი ბატონო, თაკო გისმენთ? თაკო, ვფიქრობ, გესმით ჩემი ხმა? всё, მესმის თაკო, კი. ან ესეთი კითხვა მაქვს და ეს კითხვა ძალიან დამეხმარება, მინდა გითხრათ და დიდი მადლობა. გაწყდა შენი ხმა, კითხო რომ დაგეხმარება, მაგ ეტაპზე ვიყავით. მერე თაკო, მეგობრებო, თაკოს ხმა გესმით? არა არის, მის შეიძლება გავაკეთოს და გამოეთიშა Google Meet და ალბათ შემოგვიყვება. მან თამოს მოვუწ. ეხლა თუ გესმით? всё, მესმის თაკო. ახლა აღარ გესმის თაკო. თაკო. ეხლა გესმით? всё, ახლა მეს. დიახ. მოკლედ ბოდიში რო შეგაფერხეთ, ესეთი კატეგორიის მენეჯერს რომ რჩება დიდი ნაშთი. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქცია გამოტანილი აქვს დარბაზში და ასე შემდეგ და მაინც რჩება მას დიდი ნაშთი. გარდა იმისა, რომ პირობითად შეიძლება იყოს მისი უყურადღებობის მიზეზი, კიდევ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? გარდა იმისა, რომ შეიძლება კატეგორიის მენეჯერს ანახეთ, უყურადღება კი შეიძლება შემთხვევით რაღაცა გაეპარა. ზოგადად კატეგორიის მენეჯერი, როდესაც აკეთებს შეკვეთას, ეს შეკვეთა კომპანიისთვის ასოცირდება ფულის გადახდასთან, DGG-ს გადახდასთან და დიდ კომპანიებში ძალიან იშვიათად, რომ კატეგორიის მენეჯერს ესე ბოდიში და ჩაეთხლიშოს და გამოიწეროს ძალიან ბევრი პროდუქტი, იმიტომ რომ ბევრია ვიღაც გადააკონტროლებს მერე ამას. მაგრამ ნახეთ, ერთ кейს მოგიყვებით რა, ერთ ბიზნეს кейს. Coca-Cola და Fanta ხო წარმოგვიდგენია რა რაოდენობით ყიდება ქვეყანაში და ერთ-ერთ მაღაზიაში აღმოაჩინა ზოგადად Coca-Cola-ს თაროზე სიცოცხლის დრო აქვს 6 თვე. დიდ დრო არის და მაგდენიც არ ჭირდება Coca-Cola. ჩამოასხი გავიდა და აღმოაჩინა კომპანიამ რომ Coca-Cola-ის და Fanta-ის ძალიან დიდი ნაშთი შეეტენათ და რაში იყო საქმე. საწყობმა არ გაანაწილა ნაშთი სწორად. კატეგორიის მენეჯერმა შეიძლება ადანხმდე გაუწეროს საწყობს ამ მაღაზიაში წავა 60, ამ მაღაზიაში წავა 220, მაგრამ საწყობიც არა რომ მიიტანოს ეს პროდუქტი რა. საწყობი გეტყვით რომ ადგილი არ მაქვს თავზე დამალაგე. რა გავაკეთო? არა. შემოვიდა ნაშთი, ამ ნაშთს აქვს თავისი ფუნქცია, ის უნდა მივიდეს მომხმარებელთან და გაიყიდოს. ანუ კატეგორიის მენეჯერმა მაგასაც უნდა მიადევნოს რა ყურადღება. კარგ შემთხვევებში და აწყობილ სამყაროში კატეგორიის მენეჯერი არ უნდა ერეოდეს მაგაში საერთოდ შევიდა საწყობში, ლოჯისტიკამ გაანაწილოს.
უმჯობესია რომ ყოველთვის მივადევნოთ ყურადღება რა მიუყვეთ ამას. მეორე შემთხვევა არის ესეთი, რომ ზოგჯერ არის რომ ცენტრალიზებული სისტემა ეწოდება რა, როდესაც ბევრი მაღაზია აქვს კომპანიას, ცენტრალური სისტემით მუშაობენ კონსულტანტები, ანუ თვითონ უკვეთავენ ნაშთს რა, მაგალითად უკვეთავენ რაღაცა 20 ყუთ Coca-Cola-ს 20 ყუთ არაკს და ასე შემდეგ რა. ეს ცენტრალურ სისტემაში შეიძლება საერთოდ არ მიაქციოს კონსულტანტმა ყურადღებას რაღაცა ნაშთს და საერთოდ ძალიან დიდი ხანია ნაშთზე იყოს სიცარიელე, რაღაცა პროდუქტზე იყოს წყვეტა და ეს იმიტომ ვერ შეამჩნიოთ, რომ ეს მაღაზია ვაჭრობდეს სხვა რაღაცეების გამო, დანაკლისები არ ქონდეს, მოწესრიგებული იყოს და ესე პროდუქტის ჭრილში აღარ ჩაყვეს რა, აღარავინ რომ აი აქ რასაკეთებ და აქ გიდევს თუ არა პროდუქტი რა. ესეც შეიძლება იყოს მიზეზი, რომ რაღაცა მაღაზიებმა არ შეუკვეთეს ნაშთი და ასე შემდეგ. თუმცა ამის გამოსწორების მეთოდები არსებობს რა. ზოგადად კატეგორიის, მithodes ადგილობრივი კატეგორიის მენეჯმენტში დისტრიბუცია არის ძალიან მოქნილი რა და აუცილებლად უნდა განიხილოთ უკან დაბრუნების პირობა. და უკან დაბრუნების პირობა უნდა იყოს დისტრიბუტორისთვისაც ხელსაყრელი თავს არავინ გაგვაბითურებინებს და კატეგორიის მენეჯერისთვისაც მაგალითად გადის გასვლამდე ერთი თვით ადრე შევატყობინოთ დისტრიბუტორს, რომ ამ პოზიციებს ვადეგი გადის, მოდი ვიზრუნოთ პროდუქტის უკან დაბრუნებაზე. იყო ნაშთი, გაქრა ნაშთი. არის პოზიციები, რასაც დისტრიბუტორები უკან არ იბრუნებენ. აი Coca-Cola და Fanta ეგრე მუშაობს მაგალითად, რა ძალიან ბევრი გაყიდვები აქვს. ყველა სჭირდება დედამიწის ზურგზე Coca-Cola და არაფერსაც არ დაიბრუნებენ უკან. ამ შემთხვევაში რა გავაკეთეთ? ამ შემთხვევაში უნდა დავიწყოთ მომწოდებელთან მოლაპარაკება. დავაი ხა მაგარი აქცია მოვწყოთ. აი ჩვენ ხო შეგვხვედრია ხოლმე რა რაღაცაზე არის სასწაული ფასდაკლება და ვამბობთ ფლოეტველი ვადაგაზდის და მტენიან. არ არის სინამდვილეში. რა თქმა უნდა შეიძლება ვადაგაზდიოდეს და აფუშინგებდნენ, მაგრამ უმეტესად არის ის რომ დიდი ნაშთია და ამ დიდი ნაშთის სამოყიდვა უნდათ. ანუ ყოველთვის უნდა გქონდეს ბექაპ კარტები, როგორ დავიზღვიოთ ამისგან თავი. აქცია შეგვიძლია ჩაუშვათ ამ პოზიციებზე რა, მაგალითად ჩვეულებრივად. და თუ მაინც ამანაც არ უშველა რომ აქცია, პრომოცია დავბანდლოთ, რაც იმას ნიშნავს რომ სხვა პოზიციებთან ერთად გავყიდოთ რა, მაგალითად აი მილკას სამი შოკოლადი ერთად რო არის შეფუთული რა, აი ამანაც თუ არ უშველა და ეს ნაშთი შეგვეტენა უხეშად, რა შეგვეტენა და შეგვეტენა, ეხა 1000-ში ერთხელ მომხდარა რა. ჯობია რომ არ შეგვეტენოს, მაგრამ ნუ არა უშავს. და თუ პროდუქციაც არ გაძი, აი ამას გეტყვი რა, გეხვეწები და აღარ დაგხლი, ამას გეტყვით და არ დაგხლით. თუ პროდუქციას ვადა არ გაზდის, მაგალითად არის როეული, რომელიც არ გაფუჭებულა, ადექი და აუთლეტში გადაიტანე. ძალიან ბევრ მარკეტს აქვს დღესდღეობით, վել ისტორიასაც კი აქვს აუთლეტი. შეიძუნძგლა ოდნავ, აღარ არის ისეთი გამოსადეგი, რომ 100 ლარი ღირდეს, მაგრამ მამეტოს ხორს გადაიხდიან, რატომ უნდა იზარალო? გაუშვი ეგრევე აუთლეტში რა. მეგონია ამომწურალი იყო ჩემ პასუხი. დიახ, სრულიად დიდი მადლობა. თამო, ხო, აი მახსოვდა რომ თქვენც ამიწიეთ ხელი და დიახ გისმენთ. მე ცოტა ის თემა უკვე გავიარეთ, მაგრამ მე აი დახლთან დაბლარო პროდუქცია და მაგასთან დაკავშირებით მინდა და მოკლედ მე თქვა, მე ისეთი პატარა არ ვარ პოპული არ მახსოვდეთ პირველ კურსზე მუშაობდი პოპულში და ვერასდე ვიყავით მე სამშობიაროს გვერდით და ჩემ წინ მე ვიყავი მოვარე და ჩემ წინ იყო შოკოლადის სექცია, სადაც ძირითადად ნესტლე ელაგა ხოლმე და ნესტლე გინდა ლარი და 40 და ეს სამშობიაროდან დავაკვირდი რომ სამშობიაროდან ეს გახარებული ხალხი რომ შემოდიოდა ხოლმე და შოკოლადები რომ იქონდათ და ჩვენთვისაც ყიდულობდნენ ხოლმე მოვიფიქრე მე რომ 180 ლარი მქონდა ხელფასი მაინც და მაინც თავს ვერ ვაძლევდი იმის უფლებას რომ რიტეილ სპორტი ხშირად მეყიდა ამიტომ გადმოვალაგე რიტეილ სპორტი მე თვითონ აი რატო ქონდა ხა არასწორი პოლიტიკა პოპულს ზოგადად გადმოვალაგე რიტეილ სპორტი იმ ადგილზე და იმდენად სწრაფად იყიდებოდა რომ რეგიონის მენეჯერი მოვიდა მე და იკითხა რომ რა ხდებოდა იმიტომ რომ პატარა იყო ზომით ფასად აქცევდნენ ყურადღებას მოდიოდნენ 3-4 წელს ყიდულობდნენ მათ შორის ჩვენთვისაც მე უბრალოდ აი ეს უწყინარი ხუმრობასავით ბავშვებს მეში ვუთხარი რომ მოდი ეს გადმოვალაგოთ და ამაზე დაგვპატიჟებენ ხოლმე ძალიან ბევრი იყიდებოდა უბრალოდ მაშინ ალბათ ნესტლთან ჰქონდათ ეგეთ შეთანხმება რომ ინტეროზე ნესტლე უნდა ყოფილიყო და მაინც მოხსნეს შემდეგ და აი შემდეგ ისე გადიოდა თვეები რომ შეიძლება 1-2 წელი გაყიდულიყო რიტეილ სპორტი იმ ხელმძღვანელობა ჰქონდა სადელაგა პროდუქცია მე მას შემდეგ უკვე სურსათში აღარ მემუშავია ძირითადად ავეთში ვარ მთელი ცხოვრება მაგრამ მაშინ დავაკვირდი მაგას უფრო რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სადელაგა აი ხელს გააყოლე
მუშაობდა ძალიან რა ის ხალხთან ახლოს განთავსებულ პროდუქტებზე და ეგმინდოდა აი მაშინ რომ შეკითხვა დასვით მაგაზე რომ მეთქვა. აი ეს რაც ახლა თქვენ მოყევით პირველ რიგში დიდი მადლობა და მეორეც ერთი აი განვავრცობ რაც თქვით, იმიტომ რომ აი ძალიან მნიშვნელოვანი აი ღერძული რაღაცები გამოიტანეთ თქვენ ახლა საკვანძო. პირველი ის რომ ანუ რაც უფრო დიდ ნივთს ყიდულობს მომხმარებელი, მით უფრო უჭირს იმაში თანხის გადახდა, იმიტომ რომ ტვინში ფულით დიდი არის, ნივთით დიდი არის და всё გაიყიდა ეს ადამიანი და ძალიან უჭირს. ხვდებით, ანუ ემოციური, აი გაყიდვა ემოციურ კავშირთან ძალიან დიდი ბოდიში ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ხო, რიტერ სპორტისნაირი აი ამ ხელა შოკოლადს რო აი ამ ხელა არის 4 კუთხედი არის. მაგას შეიძლება არ დააკვირდა, რომ სინამდვილეში 9 არ იღება. ეხლა დაახლოებით ეგრე ღირს. მაშინაც დაერწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაღალფასიანი შოკოლადი იქნებოდა რიტერ სპორტი. მეორე, ჯერ კიდე როდის განსაზღვრეთ თქვენ რიტერ სპორტის მნიშვნელობა. რიტერ სპორტი დღესდღეობით არის ევროპროდუქტის ნიშური შოკოლადი და სხვა ბრენდები, სხვა აი უნივერსამი მაგალითად და სხვა მაღაზიები ევროპროდუქტს ეხვეწებიან რომ ნაშთი მისცენ და ეს ძალიან კაბალურ პირობებში იძლევა რა ამ ნაშთს რა, ან უკან დაბრუნების პირობა არა, ფასდაკლება არა, აქციები არა, ანუ მისი ნიშა არის, მისი კარტი არის რა და როგორც უნდა ისე დაატრიალებს. თქვენ წარმოიდგინეთ 10 წლეულებით ადრე მიხვდით ეს შოკოლადი ამ შოკოლადს რამდენი შეიძლება და გაეკეთებინ. და მესამე, მე თქვენ ადგილას მერჩენდაიზინგზეც ძალიან ვფიქრებდი, იმიტომ რომ პროდუქტის განლაგებაზე პასუხისმგებელ პირს ეწოდება მერჩენდაიზერი. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ზოგადად ამ ინდუსტრიაში. ანუ კარგი მერჩენდაიზერის წყალობით ჩვენ შეგვიძლია პროდუქტები გავყიდოთ ერთად, მაგალითად სიგარეტი და სანთებელა, პროდუქტები გავყიდოთ ფასის მიხედვით, ანუ იაფით დავაწყებინოთ რა, ვაყიდინოთ სოდა და სოდასთან ერთად ნელ-ნელა ვაყიდინოთ კარაქი, კვერცხი, რძე და მანამცხვრის საცხობი ფორმა. ანუ ხვდებით როგორ განისხა შეიძლება ამ განლაგებით არა, მაგრამ დაახლოებით ხო ხვდებით რასაც გეუბნებით რა. ევაზე პასუხისმგებელი არის მერჩენდაიზერი და თქვენ ძალიან სწორად მიმხვდარ ხართ თავის დროზე. და ერთს კიდე დავამატებ, ახდენათ ამომ, რომ ნაშთი მაინც მოუხსნეს მაღაზიიდან. ეს ხდება იმიტომ, რომ თქვენც რო კატეგორიის მენეჯერები იქნებით და ამ სლაიდებშიც მაქვს რა, აი ცოტა მეორე მესამე სლაიდზე მაქვს რა, უნდა გადმეხილა ისედაც ნახავთ რა კაციაობა თითოეულ თაროზე თან დიდ ორგანიზაციებს შორის. ავა გაბედე და ბარამბოს თაროზე თითი დააკარე ზედმეტად რა. იმათ ყავს თავიანთი წარმომადგენლები, რომლებმაც იციან თაროს მნიშვნელობა, იციან პროდუქციის განლაგების დროს, ფულს იხდიან პირდაპირ იმაში, რომ მაგათი თარო, მაგათი პროდუქცია იყოს პრომოცირებული, ნაპრომოცირებელი. ცუდად ვთქვი, მაგრამ ხო გაიგეთ რასაც გულისხმობდი რა. ხო და ხო ნესტლეს ძალიან დიდი ფული ექნებოდა მაგაში გადახდილი და ეგ ერთადერთი მიზეზი იყო, რის გამოც ჩამოხსნეს. ნესტლეც სწორი იყო თავის მხრიდან, მაგრამ ისა მე პოპულის ადგილას თქვენ აზრს დავუჯერებდი და რო არ დაიჯერეს საბოლოოდ ბაზიდან კი გავიდნენ ეგ ისეც ყველა ვნახეთ. გააგრძელოთ ახლა აბა შემდეგი სლაიდი. როდის უნდა შეეტანა კატეგორიის მენეჯერს მოჩი მაღაზიებში? ეხლა მოჩი რომ მომინდეს 5 ლარადაც ძალიან კარგად ვიყიდი რა. და 2 წლის წინ 19 ლარი მიჭდებოდა. სანამ ამის მოყოლას დავიწყებ, ერთ ამბავს მოგიყვებით, ესეც ნამდვილი ამბავი არის. რეცეპტორი არის ესეთი ჯგუფ Facebook-ზე, არ ვიცი ხართ თუ არა გაწევრიანებული. ერთ-ერთი გოგონა ძალიან გულდაწყვეტით წერდა, რომ მოჩის კარგად დამზადებისთვისო და სწორი ტექნიკით დამზადებისთვისო მეო ტრენინგები გავიარეო, ამაში ფული გადავიხადეო რა. იმისთვის რომ სწორად დამუშავებულიყო მაცივარში და სწორი ბრინჯის ფული მქონოდაო, ამაშიცო დიდი ფული ჩავასხიო რა. ამ ყველაფერსო მე დროც დავახარჯეო რა. გავაკეთეო მოჩიო, მივიტანეო მომხმარებელთანო, მივიტანეო მაღაზიაში და ისეთ ფასად მითხრესო ჩაბარების პირობაო რა, ამაზე ბევრადწული დამიჯდაო, ამის დამზადება და წარმოებაო რა. პირობითაც წარმოება უხეშ რიცხვებს ვარო, რაც მახსენდება რა. 15 ლარი დამიჯდაო და ესენი მეუბნებიან 10 ლარს გადაგიხდიო და ეხა ეს უსამართლობაო არ არისო, აბა რა არისო რა. ეს უნდა რა თქმა უნდა საზოგადოებამ ხარი დაუჭირა, მეც შევედი მის მდგომარეობაში. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ნახეთ, კატეგორიის მენეჯერი ვალდებულია ბაზარზე შემოსული სწრაფად შემოვარდნილი პროდუქტის მოთხოვნის დონე განსაზღვროს, სასწრაფოდ შეავსოს თაროები და როგორც კი ეს პროდუქტი დაიწყებს ბაზრიდან გასვლას,
ჩაიხსნას და გაუშვას, ან ისეთ დაბალ და ხელმისაწვდომ ფასად გადაიტანოს, რომ მეც ვიყიდო, კონსულტანტმაც იყიდოს და სკოლიდან შესვენებაზე გამოსულმა ბავშვმაც შეძლოს შესყიდვა რა. ამაზე პასუხისმგებელი არის კატეგორიის მენეჯერი. რაც უფრო პირველები განსაზღვრავთ თქვენ რა პროდუქტი ხდება პოპულარული, მაგალითად დუბაის 40 ლარიანი შოკოლადი. არაჩვეულებრივი შოკოლადი, 40 ლარი რანაირად ღირს, ანუ 2 კილო ხორცის ფასი რანაირად ღირს, ანუ არ უნდა ბედოთ ჩემი აზრით რა. ანუ ვიღაცამ პირველად განსაზღვრა, ხვდებით, ანუ კატეგორიის მენეჯერი, რომელიც სკროლავდა ესეთ მდგომარეობაში ტელეფონში და აღმოაჩინა, რომ დუბაის შოკოლადი TikTok-ზე ვიღაცამ გააპიარა, მომწოდებლის მოძებნა დაიწყო სასწრაფოდ, რომ თავისთან შემოეტანა და შეეძლო 40 ლარი დაედო. ის იყიდიდა 20 ლარად და ამ ხელამოგებას დაიტოვებდა. ბაზარზე გააჩინა ასევე წარმოების მოთხოვნაც, იმიტომ რომ დუბაის შოკოლადი, მეც მაგ შოკოლადის გაკეთების შესაბამისი ხელსაწყოები, მე შემიძლია რომ ძალიან კარგად დავაქუცმაცო და კარგ შოკოლადში გავუშვა, ანუ რატომაც ანუ წარმოების მოთხოვნაც შექმნა რა. დღესდღეობით დუბაის შოკოლადი აღარც ისეთი საინტერესო აღარ არის, როგორიც იყო და ცოტა ანუ გვითქვამს რა, ანუ დუბაის შოკოლადი რაღაცის აგდება რო გვინდა ხოლმე, გვითქვამს ხოლმე რა, იყოს შოში მე მithos გამომივიდა ხა ეს დუბაის შოკოლადი რო არაფერში 40 ლარი გადავიხადო პირობითად ვამბობ რა. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ სწორად კატეგორიის მენეჯერის მოვალეობაა განსაზღვროს პროდუქცია, რომელიც შემოდის, ფასი განუსაზღვროს, ერთ-ერთი მოწინავე იყოს, რომ მაღალ ფასად აპოზიციონიროს და გაიტანოს. მაგალითად, ესეთივე შემთხვევა იყო ფოფიტები და ფიჯეთები ერქვა გამახსნა, ფოფიტები და ფიჯეთები 2020 წელს ბუმი რო იყო. დიბლუსმა ერთ-ერთი პირველი შემოიტანა რა და კატეგორიის მენეჯერმა აატალახა რა, დირექტორს უკაკუნებდა 10 წუთში ერთხელ, არა ბიუჯეტი მომეცი არ მაინტერესებს რა. მისცა ამ დირექტორმა ახლა ბიუჯეტი, კაი ბატონო, ახან ისე ხარ პასუხისმგებელი, ამ მოგომ ჩამოიტანა, თვითფრინავით ჩამოიტანეს ჩინეთიდან, ანუ რამხელა ხარჯი გაიღო, იცით ბიბლუსმა და რეალურად 20 ლარად გაყიდა ის, რაც დღეს 5 ლარი ღირს და ბიბლუს საერთოდ აღარ უდავს, ბიბლუს საერთოდ აღარ სჭირდება რა. ანუ ამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ შემთხვევაში კატეგორიის მენეჯერის როლი რა. ამიტომ დავარქვი ამ სლაიდს მოჩი, იმიტომ რომ ამაზე სულ ეს მოჩის кейსი მახსენდება. და მაინტერესებს თქვენთან, მე კი მაგ პასუხი და ეხლა გეტყვით, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს, თქვენი აზრით რო გიყვებოდით გოგონაზე, რომელმაც მოჩის წარმოებაში ამხელა დრო დახარჯა. თქვენი აზრით რა შეცდომები დაუშვა ბიზნესის კუთხით? გამარჯობა. პირველ რიგში რისკი არ გათვალა. ხო. რისკი ვერ გათვალა, ბიზნეს რისკი ვერ გათვალა? კი ბატონო, ანუ რაღაცას ვაკეთებ, ისიც უნდა იცოდე, რომ ეს ანუ წინასწარ ბაზრის კვლევა არ გააკეთა, ასე თქვა, სადინა. კი ბატონო. ასევე მეორე პასუხი არის ნატალია. დიახ, მე სეკუნდარი ვქო, რომ ბაზარი არ შეისწავლა და არ გათვალა მისი პოტენციური მომხმარებელი ვინ იქნებოდა, ნუ ვის მიაწვიდა თავის დამზადებულ პროდუქტს შემდგომ უკვე. კი, მართალი ხართ. წარმოებაში იმდენად ჩაიკარგა და იმდენად სხვა რაღაცები გახდა მისთვის პრიორიტეტული, რომ საერთოდაც და იმ მომენტში ბაზარს რა. კატეგორიის მენეჯერი სულ რომ მართლა არ ვიცი, გადავლა გქონდეს, იმდენი საქმე გქონდეს, დეკემბერი მოდიოდეს და მართლა სასმელების კატეგორიის მენეჯერი იყო და 2 წუთი არ გქონდეს, ბაზარს თვალი არ უნდა მოაშორო რა, იმიტომ რომ რა შემოდის, რა გადის, რა სწრაფად ბრუნავს, რა ნელა ბრუნავს, მაგის დაკარგვა ნიშნავს, რომ მთლიანად ბაზრის ნიშნავს კარგავთ რა. ეს მოჩის кейსი, ყველაზე მარტივი кейსი იყო, მაგრამ დიდი ბრენდები რო გავიხსენოთ და ეხა ერთი წუთი საქართველოს რომ მოვწყდეთ და გავიხსენოთ, Nokia ხო გახსოვთ, როგორი პოპულარული იყო, ყველას ჰქონდა. ვეღარა იმდენად დააგვიანა ბაზარზე ადაპტაცია, იმდენად ყველა დრო წასული იყო, რომ ბოდიში მოიხადეს და გავიდნენ. ეს ვიდეოც არსებობს YouTube-ზე და მე როცა სალექციო კურსს თქვათ, თქვენ თუ დაინტერესდებით და დარჩებით გავუშვებ, ეგეთი ვიდეოები სულ მექნება რა. საქართველოს სისტემაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნახოთ რა დაემართა Nokia-ს და Nokia-ს თუ ეს დაემართება, მოჩის მომწოდებელს რა გამოუვა. და შემდეგი სკრინის არის უკვე ადგილობრივი კატეგორიის მენეჯერის ძირითადი პრინციპები და ბრენდის კონცეფცია და მომხმარებლის გამოცდილება. თქვენთან მაქვს კითხვა, ეხლა თქვენი საყვარელი მარკეტი, ჯერ მე ვიტყვით თუ შეიძლება, იმიტომ რომ ეს პასუხი ყოველთვის დავასწროთ. ჩემი არის გორგია და მე აგიხსნით რატო. მაინტერესებს ეხლა თქვენთვის თქვენი საყვარელი მარკეტი
სუპერმარკეტი, მაღაზია, რა აქვს მნიშვნელობა, რასაც გინდა, იმას ყიდდეს, გინდა კანცელარიას, გინდა ტექნიკას, გინდა სასმელს, გინდა საჭმელს, გინდა დასაცველს. რომელია და რატო? დიახ, გისმენთ? Carrefour-ი, იმიტომ რომ არის ჩემთან ახლოს და ზუსტად იმიტომ რომ არის ჰიპერმარკეტი და ბევრი რაღაცის შეძენა შემიძლია. ფასებიც მოგწონთ სავარაუდოდ, იმიტომ რომ Carrefour ძალიან კაი ფასებით პოზიციონირებს ბაზარზე. კი, მომწონს. კი ბატონო. მარკეტინგული რამე ხო არ გაგახსენდებოდა, თაი Carrefour-ის რაღაცა განსაკუთრებული. ან თუნდაც არც ესე განსაკუთრებული. ჩემ შემთხვევაში რატომღაც არ ვაქცევ ყურადღებას საერთოდ. ყურადღებას. კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი. თამო გოგი ბერძეს რომ მოусმინოს თუ შეიძლება. ატელია უცბეთი, მე მგონი აქ წარმომადგენელიც იყო, როგორც მოგწონს, ჯერ ერთი იმიტომ რომ ბევრ კარგ ბრენდზე მისაღები ფასია, მეორე იმიტომაც რომ თუ რომელიმე ბრენდი რაღაცას შემოიტანს და მე ძირითადად ყოველს ისაცია ხოლმე ატელია უცბეთში შეიძლება წააწყდა ისეთ რაღაცას, რაც არ არის პირობითად Adidas-ის მაღაზიაში ახლა ან რომელიმე იმ ბრენდში, რომელსაც აქვს თავისი მაღაზია და წარმომადგენლობა საქართველოში. და ნუ აგროჰაბის და მარკეტინგულად არ ვიცი რამდენად თვითონ ქონდათ ამაზე პიარი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავიდან ხმა გავცევდა, რომ გაუყინო პროდუქტებს იყენებდნენ, ნუ მე რეალურად რომ თვად ეგრეც არ არის, მაგრამ ამან კარგად იმუშავა ჩემზე მაგალითად და ჩემს კლუბზე, რის გამოც ვართ მათი მომხმარებლები. სანამ სხვაზე გადავიდოდე, თამო, გაუყინო პროდუქციაზე გეტყვი. ზოგადად ეგეთ რაღაცებს მაგხელა ბრენდები ვერ იტყუებიან, უბრალოდ როცა სიტუაცია იცვლება, აღარ ამბობენ რა. და გეტყვით რატო? ანუ თავიდან, როდესაც შემოვიდა აგროჰაბი, იყო ძალიან ნიშური. და რო შეხვიდოდი მომხმარებლებიც ძალიან ნიშურები იყვნენ რა. და შესაძლოა იმ მომხმარებლისთვის გაუყინავი იხვის ხორცი ძალიან მნიშვნელოვანი იყო რა, მაგრამ ჩემნაირი მომხმარებლისთვის საერთოდ არ მაქვს იხვის ხორცი ნაჭამი პირობითად რა, გაუყინავდეს მაინც კი მირჩევნია იყოს, მაგრამ შეიძლება ბიუჯეტი ვერ გამწვდეს რა. მე როდესაც უკვე აგროჰაბი გადავიდა გაფართოებაზე, მივხვდა რომ ესეთი მომხმარებლებიც კი არ არის ბაზარი დაკომპლექტებული. ვიღაცა ისეთი ტიპებიც არიან, ვინც სადიერთქათ ამ ძალიან დიდი სიამოვნებით იყიდის და შეწოვს რა, მაგრამ შეიძლება აგროჰაბში რაღაცა სხვაში ფული გადაიხადოს. ანუ მომხმარებლების სეგმენტი შეეცვალა. და როგორც კი მომხმარებლების სეგმენტი შეეცვალა, უკვე პროდუქცია შეეცვალა რა. აი ბრენდის კონცეფცია არის ზუსტად ეგ, ანუ კონცეფცია შეცვალა. იმიტომ რომ ხელმისაწვდომი 9, ეხლა არის 9 ჰიპერმარკეტით წარმოდგენილი რა. 9 ჰიპერმარკეტის სამყოფი ფინანსურად სტაბილური ადამიანები სამწუხაროდ საქართველოს არ ყავს. შესაბამისად, თუ ფართოვდებოდა, რაღაცნაირად უნდა დაეწია ნიშა. აი ეს იყო მისი გადაწყვეტილება, რის გამოც ვთქვათ, ეხლა აღარ აქვს გაუყინავი ხორცი. ნატალია უბრალოდ ნატალია თქვენ ხო პირველი მე დააქცევდა პირველი რაც გამახსენდა იმას რომ თან ცოტა უცნაურია ჩემთვის მაგათად ლიბრე და სამსახურთან იყო ახლოს და ჩემი თალახმიდან ხშირად საუბრობდნენ რომ ძალაუნებურად მეც შევდიოდი ხოლმე და მე ამ პროცესში შემიყვარდა და მათ უშუალოდ იმიტომ უყვარდათ რომ ხშირად ქონათ ფასდაკლებები და რომელიც ახსენეთ შედ კამათობდნენ რომ ვადა გასულ პროდუქტს ყიდიან ან მალე გადის ვადა და იმიტომ თუმცა რომ აღმოაჩინეს რომ შემთხვევაში წიდნენ რომელსაც ვადა საკმაოდ დიდი ხანი ჰქონდა ანუ მათ მიერ დიდი გავლენა მოხდა შედა ჩემთვის საყვარელი სუპერმარკეტი ახლა ხშირად შევდიოდი მას შემდეგაც კი ლიბრეს ზოგადად ავოკადო თუ გიყვართ ჩემი ძალიან დიდი რეკომენდაცია არის ლიბრეში გიყვართ და ყველაზე კაი ფასად არის და ეხლა მოდი ავხსნათ რატო არის ლიბრეში ესეთი ფასდაკლება ზოგადად დიდ სუპერმარკეტებს ხოლმე Carrefour-ს არ ჭირდება რა Carrefour-ი ისედაც გადასარევ ფასად პოზიციონირებს და არ დააგდებს არავის ხათრით რა ფასი იმიტომ რომ ისედაც კარგ საფასო სეგმენტშია მაგრამ მაგალითად Nicoros და Spars ახლა აღარ ვიცი რამდენად მაგრამ Nicoros-ზე უეჭველი გეუბნებით დისკაუნტერი მაღაზიები ყავთ ხოლმე სუპერმარკეტებს ყავთ მაღაზიები რომლებიც დისკაუნტერების ფუნქციას ასრულებენ ბაზარს. ჩვენ როგორც ვისაუბრეთ, დისკაუნტერი არის ტიპი, რომელიც გთავაზობს პირდაპირ დაბალ ფასად, ანუ მასთან შედიხარ და მიიღებ პროდუქტს დაბალ ფასად. როგორც უკვე აღნიშნეთ, შესაძლებელია მომსახურებით შოქში არ ჩავარდეთ.
მაგრამ ფასი იქნება ძალიან მაგარი. და ის ვინც ის კატეგორიის მენეჯერები, ვინც იქციან წარმოიდგინეთ, არიან პროფესიონალები, იმიტომ რომ ახერხებენ, რომ შესაბამისად მოიპოვონ ძალიან კარგ ფასად ეს პროდუქცია, ძალიან კარგი ნაშთით მოიპოვონ, იმიტომ რომ ბევრი არიან წარმოდგენილები და ზოგადად ნაშთებს გვიპრობლემებენ ხოლმე რა, დისტრიბუტორები და იმის უკან გადამზიდი კომპანია დგას და ასე შემდეგ ხელი რიგი ციკლი არის და Libres კატეგორიის მენეჯერის პროფესიონალიზმი, მართლა უზადო პროფესიონალიზმი იმაში არის, რომ მაგარ ფასად ინარჩუნებს მომწოდებელს, მაგარ ფასად დებს დახსა პროდუქციას და თან წვეტა არ აქვს არასდროს, ანუ ავოკადო როგორში სამლარად ქონდა, დღესაც ხვალად ზეგაც აუცილებლად ექნება იგივე პოზიცია. ანუ დღეს თუ შევედი მაგასთან ავოკადოს გამ, ხვალად შევალ, ზეგაც შევალ რა. თამო, თქვენ ისევ ხელი გაქვთ აწეული და გისმენთ? ქრისტინე, თქვენ ხელი გაქვთ აწეული და მეგონი შემთხვევით გაქვთ აწეული. კაი, კი ბატონო, გურო თქვენ კი ბატონო, ხო, მეც გავცემ მაკითხოს პასუხს. პირადად ჩემთვის არც ერთი ფავორიტი, ესე რომ ვთქვათ, მარკეტი არ არსებობს. იმიტომ რომ თითქმის ყველა არის ერთი და იგივე. მე 16 წლიდან ამ სფეროში მუშაობ და ვიცი როგორი პოლიტიკა ტრიალებს ზოგადად რა. შესაბამისად პირადად მე ყოველთვის ყურადღებას ვაქცევ ხოლმე ფასებს რეალურად რა. მაგალითად ეხლა სოციალური ქსელებით ან თუნდაც Viber-ის საშუალებით, იმიტომ რომ ქსელებს აქვთ, ანუ უბრალოდ მაღაზიებს აქვთ თავიანთი Viber ან WhatsApp ჩატები, რომ ანუ აქციებს გაწვდიან ყოველდღიურად რა. შესაბამისად ჩემთვის ფავორიტი არც ერთი არ არის. სადაც არის მაგალითად დიდი ალკოჰოლის თემა რო ავიღოთ ბეილისი რა. ბეილისი შეიძლება იყოს Libre-შიც აქციაში და ორნაბიჯის. შესაბამისად შევალ იქ, სადაც ყველაზე იაფი არის, იმიტომ რომ დღეს ესეც ფაქტობრივად მარკეტინგული ხრიკი არის, რომ მაღაზიები არის ჩაწყობილი გვერდ სულ. აი როგორც თუნდაც აფთიაქები. Libre-s გვერდი თუ ეჭველი ნიკორა არის და ნიკორას გვერდი თუ ეჭველი ორინაბიჯი არის. ნუ გვერდი თუ არა მაგის მოპირდაპირეთ. შესაბამისად ჩემთვის ფავორიტი არც ერთი არ არის, ჩემთვის ფავორია ფასები ყოველთვის. და ეხლა იქ მე თვითონ ავიღებ ამ ბეილის თუ კონსულტანტი მომაწვდის, იმიტომ რომ ვაფშე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პირადად ჩემთვის. კი, გეთანხმებით და თუ გაქვთ იდეა, რატო შეიძლება ეს მაღაზიები ერთმანეთის გვერდზე იყოს? პირველი ის რომ Nikora და Libre-s მაგალითი რა ვიღოთ, Nikora და Libre ფაქტობრივად ერთი იგივე კომპანიები არიან და მე რომ აი მაგალითად თუ არ კანძელაკზე მაგალითად და კანძელაკზე Nikora და Libre არის გვერდი. მე რომ შევიდე Nikora-ში და ვიყიდო ბეილისი, მე Nikora-საც გავამდიდრებ და Libre-საც გავამდიდრებ. და მე რომ შევიდე Libre-ში, Libre-საც გავამდიდრებ და Nikora-საც გავამდიდრებ. მაგრამ რომ ავიღოთ ეხლა მაგალითად ორი ნაბიჯი, ან ფაქტობრივად ორი ნაბიჯი უფრო კონკურენციას უწევს, მაგრამ Nikora და Libre ერთმანეთს კონკურენციას არ უწევს. ერთმანეთს კონკურენციას რატო არ უწევს, იცით? სხვადასხვა სეგმენტზე პოზიციონირებენ რა. ანუ ერთმანეთის მომხმარებლები საბაზისო საკითხებში პური, ყველი და პამიდორზე ყავთ, მაგრამ ძირითადად მაინც განსხვავებულ სეგმენტზე არიან ორიენტირებულები. შესაბამისად ისინი ერთმანეთთან ნაკლებად შედიან კონკურენციაში რა. მაგრამ ხო, თქვით რომ მე ვიტყვი. კი, მაგრამ აი ორი ნაბიჯი და Nikora ერთმანეთის კონკურენტები არიან, ხო? კი ბატონო. Libre და ორი ნაბიჯი, დიდი კონკურენცია არის. რა და გვერდი ჩალაგდნენ რომ მე რო შესვენებაზე გავიქცევი ორნაბიჯში შევალ აღმოვაჩენ რომ რიგია გამოვალ და Libre-ში შევალ რა და ანუ ეს თუ ვთქვათ Libre-ში დამხვდება რიგი ავდგები და ორნაბიჯში შევალ რა ორივეს ვერ ექნება ყველანაირი პროდუქცია რაც მჭირდება რა თან ორივეს თავის ძლიერი მხარე აქვს შეიძლება ერთი სასმელებში იყოს ძალიან ძლიერი და მეორე იყოს რაღაცა ხელბოსტნეულში ძალიან ძლიერი რა პირობით ეთვალ რა მე შეიძლება იქ შევიდე მაგრამ ეს რა დამჭირდეს აქ გადმოვალ აუცილებლად ზუსტად იგივე არის ფარმაცევტიკაში კი, აფთიაქების მაგალითი რა ვიღოთ, დიახ. ზუსტად, თან აფთიაქი უფრო რიგიანია, ვიდრე მაღაზია, იმიტომ რომ მაღაზიაში შეიძლება დიდი რიგი იყოს, მაგრამ 5 წუთში გადის რა, მაინც რიგი და იქ თუ ვთქვათ, მოხვდა ადამიანი, რომელმაც დაზღვევით უნდა იყიდოს წამალი, შესაძლებელია 20 წუთიანი ოპერაცია იყოს რა, ანუ შენ წინ იყოს ერთი მომხმარებელი, რომელსაც ნახევარი საათი სჭირდება ფარმაცევტის ჩართულობა და ახლა ვერ შეწყვეტს პროცესს ვერავის გამო, როგორც არ უნდა გვეჩქარებოდეს რა, შეიძლება გამოვბრუნდეთ და შევიდეთ სხვა მაღაზიაში რა. თან იქაც ეგრე არის ზუსტად რა. ამან შეიძლება ფასდაკლება ამაზე კონდეს, იმას შეიძლება იმაზე კონდეს, იქაც შევიდე და აქაც შევიდე. და ეხლა მე თქვენ გეტყვით, მე გორგია რატო ვახსენე. თქვენ ძირითადად ეს პერიოდი უფრო აქცენტი გქონდა სუპერმარკეტებზე ან აფთიაქებზე.
ესენი არიან პირველადი მოხმარების ტიპები, რომელზეც გინდა არ გინდა მომხმარებელი ფულს ვერ დაზოგავს რა. შესაძლებელია ორაგული არ იყიდო, მაგრამ კაშახს ვთქვათ, იყიდი რა 4 ლარად დამარილებულს. შესაძლებელია არ იყიდო რაღაცა 30 ლარიანი ვიტამინი, მაგრამ 10 ლარად ექნებათ საშუალება რომ ანალოგი შემოგთავაზონ. თავარი, აი, ნახეთ როგორ არის გარდა პროდუქციის ფაცისა, კატეგორიის მენეჯერი ჩეკითაც ზომავს, საერთო ჩეკითაც ზომავს რა და საერთოდ არ ნიშნავს, რომ თქვათ, ჩემო მომხმარებელმა თუ ბევრი აფიანი პროდუქცია იყიდა, შენ მომხმარებელი ერთი ძვირი არის, საერთოდ არ ჯობნის ჩემ მომხმარებელს რა, აი, საერთო ჩეკითაც, ანუ მაგალითად ჩემთან შემოვიდა და ძალიან ბევრი აფიანი რაღაცა იყიდა რა, ჩემთვისაც ძალიან კარგი არის ეგ და ეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მარკეტები ამაზე აკეთებენ უფრო აქცენტს. ერთმა ადამიანმა გაცილებით მეტი პროდუქტი წაიღოს, ვიდრე მიქონდა. გორგია არ არის პირველადი მოხმარების რა, ანუ მე ჩემოდანი მექნება თუ არ მექნება, ამითი არც მომჩივდება, არც მომწყურდება და არც გავცივდები რა. შესაბამისად, თუ კონსერვატიული მარკეტინგი შეუძლია Carrefour-ს აწარმოოს და Viber-ში მოგწეროს თავისი ფასები ან ტელევიზიით გაუშვას, რომ დღეს ჩემთან პური არის 15 ლარად, პური არ ვერ იქნება 15 ლარად, მაგრამ რაღაც ღვინო არის კარგი 15 ლარად, გორგიას ცოტა მეტი მოუწევს, რომ მომხმარებელი თავისთან გადაიყვანოს. ბელისტორისაც ცოტა მეტი უწევს, რომ მომხმარებელი თავისთან. შენ უნდა დაგანახოს, რატო არის საჭირო ჩემოდნის ყიდვა. რატო არის საჭირო ყიდის ყიდვა. კატეგორიის მენეჯერს აქვს უფრო რთული ამოცანა, ვიდრე აქვს პურის კატეგორიის მენეჯერს. ანუ უნდა გითხრას, რომ შენი შემოდანი იმიტომ გჭირდება, რომ ზაფხული რომ მოდის, შვებულებების დრო რომ გაგიდასტურდება და ვიზე არის რომ გეტყვის, რომ ეს რამ ხელაბარგი მოგიტანია, დამიმატე აქ კიდე რაღაცა 25 ევროა და რაღაცა, ხო? ანუ ეს ყველაფერი მაგისგან რომ თავი დაიზღვიო, აჰა, ნახე რა კაი სტანდარტების ჩემოდანი შემოგთავაზე რა. და გორგია მამას არაჩვეულებრივად გაართვა თავი. სოციალური მედია ისე ამოქოქა და ისეთი სოციმედია დაისვა, რომელიც პროსტა ესეც სივად მოწოდებულ რაღაცა 5 ლარად კი არ გთავაზობს, ლექსებს წერს. ანუ შეიძლება თქვა, რომ ვაიმე ღმერთო, რა დაწერა, რა ქრინჯობა, მაგრამ ხო იმუშავა. ხო დაგამახსოვრდა, ხო გადახვედი, კომენტარები ხო წაიკითხე, რამდენიმე მოქმედება ხო განახორციელე, ვინც დაამახსოვრდა. ეხლა ამ ლექციის მერე შეიძლება ჩემოდანზე ძალიან დიდხანს გორგია გახსენდებოდეთ, იცით? ოღონდ მართლა. და ამიტომ ჩემი საყვარელი მაღაზია გორგია. და ზოგადად არ მინდა რომ ამ კურსის გავის მერე მარტო სუპერმარკეტებში მუშაობაზე გქონდეს აქცენტი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის ზოგადად რთულიც არის უფრო ბევრად, მაგრამ ძალიან საინტერესოა არა პირდაპირი მომხმარებლის რაღაცა მარკეტები რა, არა პირდაპირი მომხმარების საგნების მარკეტები ან კატეგორიები რა. მორ თქვენ კიდევ ხელი გაქვთ აწერილი გისმენთ? არა, ეხლა არაფერი არ მოსაცმელი, კი ბატონო, მადლობა. არაფერს რას ამბობთ, რა პრობლემა არის, დაუბრუნდები მაშინ ისევ სათქმოს პრინციპში. ამ ორ კითხვაში ყველაფერი მოვიცვით უკვე ჩვენ რაც შეგვეძლო მოგვეცვა აბსოლუტურად და გადავედით პირველი დღე კატეგორიის მენეჯერად ამიყვანეს, დაგვასაქმეს გადასარევი ბონუსი, შეთანხმების კატეგორიის მენეჯერის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არის ბონუსი, იმიტომ რომ კარგი კატეგორიის მენეჯერს შეუძლია იყოს ძალიან ფინანსურად სტაბილური კადრი, ფინანსურად სტაბილური ადამიანი, რომელსაც საბონუსო სისტემა ისეთი გამართული აქვს, რომ რაღაცა შემოსავლის საკმაოდ სერიოზული წყარო აქვს. განსაკუთრებით თუ თქვენ ხართ ცოტა დიდ და სერიოზულ კატეგორიებში. გეგმები ძალიან დიდი გექნებათ მაგალითად სასმელებში, მაგრამ ამ გეგმას შესაბამისი ჯილდოც მოყვება რა. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ პირველი დღე კატეგორიის მენეჯერად, აი მიხვედით სამსახურში, შეხვედით კატეგორიის მენეჯერების დიდ ოთახში, დაჯექით და რას აკეთებთ ანუ? So what? ანუ რა ხდება, რას ვაკეთებ პირველ დღეს? ველოდებით IT-ს რომ მოგვიტანოს კომპიუტერი, კიდე? ბაზარს ვეცნობი. ნო, როგორ გაიცნობოდით? რავი, დიდი ალბათობით რამე დოკუმენტას მოცემდნენ, რომელსაც გავეცნობოდი. კი ბატონო. კიდე ხარ გეკნება? პირველ რიგში ალბათ ჩემს პროდუქციას შევსწავლიდი. ამის შემდეგ ალბათ მივფიქრობ ბაზარს მსგავს პროდუქციაზე. არ მიფიქრია კატეგორიის მენეჯერობაზე, მაგ ინტერესის გამო დავესწარი ამ შეხვედრას, მაგრამ ალბათ პირველ რიგში კარგად შევსწავლდი ჩემს პროდუქტს. კი ბატონო, მართალი ხართ თქვენც. კიდე ხარ გეკნებათ რამე იდეა?
თუ გინდათ ახლა მე გეტყვით, როგორ წარმომიდგენია მე პირველი დღე, ანუ რო არ ვიყო ამ სფეროში. აი დიახ, ერთი ხელისაწევა და დიახ ისმენთ სახელი ვნახოთ ნატალია. კონკურენტებსაც შევისწავლეთ, იმიტომ რომ გამეგო როგორ ხდება და შესაბამისად და განმისაზღვრა ჩემი პროდუქციის პოზიციონირება. კი ბატონო, ერთ დიდი ბოდიშის მოხდით ვიკითხავ. შემთხვევით ყველა დაგკპინეთ იმაზე ხო? კედელზე, არა, всё, მოგხსენ შემიძლია გავაგრძელო. ნუ ესე წარმომიდგენია მე ყოველ შემთხვევაში ახალი რო ვიყო პირველ დღეს, პირველ რიგში გავესაუბრებოდი მენეჯმენტს და ძალიან ზუსტად დავსახავდი ამოცანებს. ანუ რა მოლოდინები გაქვთ ჩემგან რა? თუ მე ვარ სასმელების კატეგორიის მენეჯერი და ჩემამდე ვიღაცა სასმელების კატეგორიის მენეჯერი უკვე არსებობდა, თვითონ რომ საქმის ძალიან დიდი ნაწილი არის გაკეთებული და პირდაპირ გეტყვიან რომ გაყიდების რაოდენობის ზრდა გჭირდება. ცნობადობა არ არის ასამაღლებელი, იმიტომ რომ ისედაც ძალიან ცნობილია სასმელების ბრენდები საქართველოში. უყვართ ქართველებს, ხო? დალევა გვიყვარს რაღაცა პრიარულება, დაბადების დღეებს ვიზით კორპორატიულებს, სასმელს მომხმარებელი არ ერევა რა. მაგრამ თუ ჩვენ ვართ სუპერმარკეტში ელემენტების და მსგავსი პოზიციების კატეგორიის მენეჯერი, მოგვიწევს ძალიან დიდ ხანს ჭიდაობა სხვადასხვა კატეგორიის მენეჯერებთან და თარო დაგვიწმოს, იმიტომ რომ ის ჩააჩოჩებს შენ თაროს, შენ ჩააჩოჩებ იმის თაროს და მე დაიწყე ჩემი კატეგორია უფრო დიდი, არა ჩემი კატეგორია უფრო დიდია და ასე შემდეგ. შესაბამისად, უნდა გაგოსაცხადო რა მოლოდინები გვაქვს. თუ ჩვენ რაღაცა ელემენტების ან სადღესასწაულო ატრიბუტების კატეგორიის მენეჯერი ვართ, მაშინ გვეტყვის, რომ ჩვენი ხელმძღვანელი რომ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა უნდა გაიგოს ჩვენთან ეს სადღესასწაულო აქსესუარები და ბუშტები და რაღაცები არის და მაქსიმალურად ბევრი უნდა გაიყიდოს. რა თქმა უნდა, გაყიდვა ამოცანა არის, ბოდ ამოცანები სხვადასხვანაირად ყალიბდება. ხო, აი ხა მაგალითად რო შეხვიდეთ Goodwill-ში, სიტყვანის Goodwill-ში ზუსტად ვიცი, ბუშტები არიან ძალიან ძიტყი წამოწყეულები რა, ანუ ბუშტების კატეგორიის მენეჯერი ვინც იყო, რომლის კატეგორიაში სავარაუდოდ შეიძლება შედიოდეს სათამაშოები, შეიძლება შედიოდეს ერთჯერადი თებშები და ასე შემდეგ, ანუ მომიჯნავე რაღაცები ძალიან ბევრი იბრძოლა, რომ ეს ადგილი მისი ყოფილიყო რა. ესე დაახლოებით გამოგვიჩნდება, წარმოდგენა შეგვექმნება რა სამუშაოები გვაქვს გასაკეთებული. მეორე ეს არის დეპარტამენტების კავშირი. დიდ კომპანიებში კატეგორიის მენეჯერებს ყავთ უმცროსი კატეგორიის მენეჯერები, რომლებიც უთავისუფლებენ დროს უფრო ფინანსური ან საბუღალტრო ან ტექნიკური საქმეების კეთებით რა. ანუ ისინი არეგისტრირებენ პროდუქციას, ისინი აგვარებენ რაღაც ბუღალტრულ საკითხებს და თქვენ სადაც იმდენი მოლაპარაკებები გაქვთ სხვადასხვა მომწოდებლებთან, სხვადასხვა აქციებზე, სხვადასხვა პოზიციების შემოტანაზე, რომ მაგისტრო რო არ გაქვთ, ამიტომ არსებობს უმცროსი კატეგორიის მენეჯერები. თუ დიდი არ არის მარკეტი, ნაკლებად ყავთ ხოლმე რა. თუმცა დეპარტამენტებთან კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ასევე გაიცნოთ თქვენი თანამშრომლები. და ერთად შეიძლება დაგეგმოთ ორმა განსხვავებულმა კატეგორიამ როგორ გაიყოთ ერთი თარო. აუცილებელი არ არის რომ ამ თაროების გამო მართლა რაღაცა ბიზნეს მეილინგი გაჩაღდეს კომპანიაში რა. შესაძლებელია მოვიფიქროთ გამოსავალი ერთად, მომიჯნავე პოზიციები რაც გვაქვს და შეიძლება ჯვარედინგ გაყიდვებში გადაუშვებ, მოდი ერთად დავალაგოთ რა, რომ ვიცოდეთ ვინ არიან ჩვენი კატეგორიის მენეჯერები და იმათაც ერთი-ორი სიტყვით გითხრან თავიანთ პოზიციებზე, რომ ჩვენ წარმოდგენა გქონდეს უფრო ზუსტად ეს მაღაზია სად არის და როგორ არის და სახედავს თავის ბაზარს. მნიშვნელოვანია კატეგორიის მენეჯერისთვის ასევე ფინანსისტებთან გქონდეს ურთიერთობა, უფრო ბუღალტრებთან, იმიტომ რომ საბუღალტრო ცირე და მარტივი აქ არაფერი ფილოსოფია არ იქნება, ოპერაციები უნდა გააკეთოს, თუმცა ეს ოპერაციებიც უნდა გააკეთოს სწორად. შესაბამისად, მე მათ ადგილას ბუღალტერიასთან და სამუშაო სისტემების ოპერატორებსაც აუცილებლად გავეცნობდი. ისინი ვინც ჩემი ყოველდღიურობა არიან. თითო შეხვედრა ჩანიშნავდი საწყობთან, ლოჯისტიკის მენეჯერთან. შესაძლებელია სამომავლოდ ყველაფერზე ვერ შევთანხმდეთ მე და ლოჯისტიკის მენეჯერი, მაგრამ რომ მივალ გავეცნობი, ხო? გამითვალისწინებს. უფრო ექნება ჩემი ხათრი, უფრო კოლეგიალურ თანამშრომლად ჩამთვლის და ასე შემდეგ. ასევე უნდა მიმოვიხილოთ რა ხდებოდა ადრე. და რატო უნდა გავიგოთ რა ხდებოდა ადრე, რა საკეთებდა კატეგორიის მენეჯერები რა. ყოველთვის ორ განსხვავებულ ბიზნესს ყოველთვის კარგი ურთიერთობა არ აქვს. შესაძლებელია მომწოდებელს და გამყიდველს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გქონდეთ პარტნიორული, მაგრამ შესაძლებელია რაღაცა ფინანსური გაურკვევლობის ან ნაშთის ზედმეტობის ან რაღაცის გამო გქონდეთ ურთიერთობა გაფუჭებული და ეს ყიდდეს ძალიან მნიშვნელოვან პროდუქტს, მაგალითად პრეზიდენტის კარგს.
თქვენ ახალი ხართ, დაურეკეთ პრეზიდენტის კარაქის კატეგორიის მენეჯერს, რა ის ჭირდება და ამალარად იმან გიპოს ყველა და რა ის აქ აღარ დარეკო მეორედ რა. ამისთვის უნდა იყოს თქვენ მზად. ანუ უნდა იცოდეთ დაახლოებით რა ურთიერთობები ჰქონდა ამ კატეგორიის მენეჯერს სხვა კატეგორიებთან რა, დისტრიბუტორებთან და წარმომადგენლებთან. შესაძლებელია ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდათ და თქვენ ეს არ იცით და თქვენ სხვა პირობებზე დაუწყებთ მოლაპარაკება. შესაძლებელია საშუალოდ კარგი თანამშრომლური ურთიერთობები ქონდა, მაგრამ თქვენ გაქვთ საშუალება, რომ ეს ურთიერთობები უფრო გააღრმავოთ. რაც უფრო გააღრმავებთ ურთიერთობებს, მით უკეთეს ფასებს მოგცემენ და თქვენც რა თქმა უნდა, უფრო უკეთეს ფასებს შეძლებთ შეთავაზოთ თქვენს მომხმარებელს თქვენი პოზიციები, რაც იქნება კატეგორიაში. და რაც შეეხება როგორ ავარჩიოთ დამსაქმებელი, როგორ უნდა ავარჩიოთ დამსაქმებელი და ჯერ ჩვენ თვითონ გავსაზღვროთ, სად მოგწონს ჩვენი თავი რა. მე მაგალითად რამდენიმე დავტესტე. მაინტერესებდა როგორი იყო საკანცელარიოში მუშაობა და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო საკანცელარიოში მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან პატარა ნივთები იყო და ძალიან პატარა ნივთები უნდა, ანუ დევნა იყო ძალიან რთული, აი როგორ აგიხსნათ რა, აი ნაშთი რო ვიცოდი რომ რაღაცა ჩამომივიდოდა ნარჩევ ჩამომივიდოდა და ამის იმედი მქონდა. მე აღმოჩნდებოდა რომ ამ ნარჩი რაღაც პრობლემაა, იმიტომ რომ პატარაა და დაიკარგა და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაფერს ისევ თავიდან ვიწყებდი და კატეგორიის მენეჯერად მივდიოდა ისევ კანცელარიაში დავსაქმდებოდი, იმიტომ რომ რაც იქ ვისწავლე, იმდენს ვეღარ ვისწავლე უკვე ვეღარასდროს რა, იმიტომ რომ იქ წვალებამ, შრომამ, ჯაფამ, ნაირ-ნაირ кейსთან შეხებამ, ნაირ-ნაირ ადამიანებთან ურთიერთობამ იმხელა გამოცდილება მომცა, მე საკვებში რო გადავედი და ამ დროს საკვებიც რთული საბართავად ითვლება რა, ავადა გაზდის წარაბა რა, აღმოჩნდა რომ აი ყვავილები და პეპლები არის ჩემთვის რა. და გავსაზღვროთ კიდე ჩვენ რა არის ჩვენი ძლიერი მხარე რა. შესაძლებელია კატეგორიას მენეჯერთან ერთად არსებობს კიდე ბრენდ მენეჯერიც. კატეგორიის მენეჯერზე ჩვენ შევთანხმდით, რომ კატეგორიას როგორც ბიზნეს ერთეულს უწყდება, ანუ ამ კატეგორიაში შედის შეიძლება პრეზიდენტი, შეიძლება ვალიო, შეიძლება შატელი და ასე შემდეგ. ბრენდ მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც ვალდებულია კონკრეტულად პრეზიდენტის ან რაღაც ესეთი ბარამბოს შოკოლადზეც, კამფეტზეც და ყველა ბარამბო არის მისთვის ამოსავალი წერტილი რა. შოკოლადი კი არ არის როგორც თქვა კატეგორიის მენეჯერისთვის, ბარამბო არის მისთვის ამოსავალი წერტილი. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ძალიან მოგწონთ ბრენდებთან მუშაობა. კატეგორიის მენეჯერად ისწავლით საქმე როგორ გააკეთოთ და გადახვალთ ბრენდ მენეჯერად. ანუ იქნებით თქვა კოდალის ბრენდ მენეჯერი, იფრენცო საზღვარგარეთ, ამას პირდაპირ გეუბნებით. ბრენდ მენეჯერების ერთ-ერთი უპირატესობა ეგეც არის, ძირითადად სუცაში არიან და თუ ეს თქვენთვის საინტერესო მშვენიერია, ისება მედის ბრენდ მენეჯერი მაგალითად ყოველთვის მიდის შეხვედრებზე PSP-დან გერმანიაში და მუდმივად მოლაპარაკებებზე. შესაძლებელია დაინტერესდეთ, რომ თქვა მაგ მიმართულებით გადახვიდეთ და ასე შემდეგ. და შეხედეთ კიდევ კომპანიის განვითარებასაც. შეიძლება დღესდღეობით ზომაში არ იყოს დიდი, მაგრამ ძალიან დიდი პერსპექტივები ჰქონდეს. 2 წლის წინ one price არავინ არ იცოდა. და ვინც იცოდა, აქტებით უყურებდნენ და დისკაუნტერად ვერ აღიქვამდნენ. და დღესდღეობით სადაც გაიხედავთ ვაკეშიც კი სადაც ყველაფერი ძალიან ძვირია, ანუ ქირა ძალიან ძვირია, რომ შეხვიდე ვაკეში და დაფუძუნდე. one price შევხვდებით ცენტრალურ ჭავჭავაძეზე. ანუ მაგით არ განსაზღვროთ რა, ხედვები გაიგეთ ბიზნესის როგორია, განვითარების რა გეგმა აქვს და ასე შემდეგ. რო ასაპირებს სოციალური ქსელების მიმართულებით, ელექტრონული კომერციის მიხედვით და ასე შემდეგ. სულ ეს იყო ბოლო სლაიდზე უნდა გადავიდეს წესით, მაგრამ რატომაც არ გადავართ. გადავით. მოგეთ, მაინტერესებს თქვენი კითხვები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. 1 წუთით თამო თქვენი წევთ ხელს. 1 წუთი ჩემი თავი ებნა. თამო, გისმენთ? არა, ხელს არ ვიწევ, მადლობის გამოსახატავად. მადლობა, დიდი საინტერესო იყო და მადლობა პირიქით თქვენ. თაკო, თქვენ შემთხვევაშიც ხელი შემთხვევით იყო აწეული? იკვა მაქვს და ეგ მაინტერესებდა. პირობითად რო ავიღოთ 2 ნაბიჯი და რძის 2 ნაბიჯი და რა? რძის სექცია. ხო. კატეგორიის მენეჯერი წვითავს? ბოდიში მარტო გავიგონე რძის სექცია და კატეგორიის მენეჯერი წვითავსო და რას წვითავს კატეგორიის მენეჯერი? კითხვა გამეორეთ?
ამ რძის პროდუქტზე პირობითად არ აქვს მნიშვნელობა არ აქვს კატეგორიის მენეჯერიც ყვითა. კი, კატეგორიის მენეჯერი წყვიტავს. რა თქმა უნდა, კატეგორიის მენეჯერს ყავს ხელმძღვანელი, რომელიც მის გადაწყვეტილებას დაადასტურებს, მაგრამ კი, კატეგორიის მენეჯერი წყვიტავს, რა ფასი იქნება და საერთოდ რამდენიერი კარაქი იქნება ან მაღაზიაში. და ხშირ შემთხვევაში ნაშთიც შეიძლება მან გასასწროს, რომელ მაღაზიებში იქნება, რამდენი და ასე შემდეგ. ბაკო, თქვენ ამ საკითხზე კიდე ხო არა გაქვთ კითხვა? ძალიან საინტერესო იყო ამის მადლობა, ძალიან დიდი წყდება თქვენი ხმა და ბოდიშ გიხდით თუ შემთხვევით რაიმე გამორჩა. ქრისტიდა, მე მგონი თქვენ გაქვთ კითხვა და თუ შეიძლება გეტყვით, მეც ორიოდე სიტყვას ძალიან საინტერესო იყო და მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ბრენდ მენეჯერი არის პოზიცია, რომელიც ძალიან მაინტერესებს. აი, ძალიან კაი. ძალიან დიდი მადლობა პირიქით თქვენ რას ბრძანებთ საღამოა და დრო რო დამითქვათ, მადლობის მეტი რამე თქმის თქვენთვის. ნატა. დიახ, ისმის ხო ჩემი ხმა? კი. ესე იგი, რამდენიმე საჯარო ლექციას დავისწარი, ასე ვთქვათ, Smart Academy-ის უკვე და ხშირად ვესწრები ხოლმე, ანუ ძალიან ეს არის დაახლოებით მე-7 ან მე-8 უკვე. მაგრამ ესეც საინტერესო ჯერ არც ერთი არ ყოფილა პირადად ჩემთვის, ახლა მე არ ვამბობ, რომ სხვები არ იყო საინტერესო, პირადად ჩემთვის იყო ეს ყველაზე საინტერესო. და გადავწყვიტე, რადგან ახლა ვიძებ სამსახურს და წამოვედი ჩემი სამსახურიდან უკვე ერთ სფეროში ვმუშაობდი, გადავწყვიტე, რომ ახლა ამ სფეროში განვითარდე და ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მე პირიქით თქვენი მადლობა და მეც მართლა სულს და გულს ჩავდებ იმისთვის, რომ რაც ოდნავ მაქვს მოგცეთ და ისეც რეც შემიძლია რომ დაგიხმაროთ, რა თქმა უნდა, თქვენს გვერდით მიგვიყვეთ, იმიტომ რომ ჩვენს ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი აქ ყოფნა და თქვენი დასწრება. ასევე თამო, დიახ, თამო. მეც ბევრ ლექციას დავიწერე თქვენთანაც და სხვა აკადემიაშიც და ეს იმდენად სასიამოვნოა თქვენთან კომუნიკაცია, რომ მე მაინტერესებს სრული კურსის შესახებ ინფორმაცია, რაც შეიძლება რომ ვნახოთ. ანა, თუ შეიძლება მე სილაბუს გავაზიარებ. კი, რა თქმა უნდა. თუ შეიძლება თითოეულ დღესთან დაკავშირებით მოკლე მონახაზივით გაგვიკეთე, რომ წარმოდგენა შეექმნათ. კარგი, ახლავე გავაზიარებ მე ეკრანს. ხო, გამიზიარო, სამუშაოს ლეპტოპით ვარ და უბრალოდ ვერგმეს, გამიზიარო ჩემივე სილაბუსი და მოდი გავიაროთ. ხედავთ ხო, მეგობრებო, 10 შეხვედრა არის სულ. კვირაში ორჯერ ტარდება შეხვედრები. ჩემი ეკრანი ჩანს? დიახ. ხო, ჩანს. კი ბატონო. და ხო, ანა, შენ შეგიძლია რომ უშუალოდ ლექცია 1, 2 და ასე შემდეგ რაც არის, აქ ამაზე გავაკეთოთ კომენტარი, როგორ გვაქვს დალაგებული თანმიმდევრობა მათ შორის. ეს სილაბუსი მაქვს თემატურად დალაგებული, ანუ პირველი დღე იქნება ზოგადად საცალო ვაჭრობის ინდუსტრია, სახეები და ზოგადი მიმოხილვა, ანუ დღეს თუ მაგალითად ვისაუბრეთ Goodwill და Populi, რაც ჩვენთვის რეალური არის და საინტერესო кейსი იქნება, იყო ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო ღრმად და დეტალურად გავივლით უკვე სოფლიო პერიოდში, რომ დავინახოთ, სად დაიწყო ან ინდუსტრიამ, რა ტრანსფორმაციები განიცადა, რომ დაახლოებული წარმოდგენა გქონდეს, სად შეიძლება წავიდეს საბოლოო ჯამში ჩვენი კარიერა ამ მიმართულებით, რა. მეორე ეტაპზე უკვე დავალებაც შემოგვდის ჩვენ და უკვე ვივარჯიშებთ ჩვენ კატეგორიის ფორმირებაში, რა. მაგალითად, დეპარტამენტებს უფრო გავიხილოთ ღრმა ჭრილში. დღეს თუ ჩვენ ვახსენეთ ზოგადად, რომ აი ტექნიკურ დეპარტამენტთან კარგად უნდა იყოს კატეგორიის მენეჯერი, აი გავივლით ტექნიკური დეპარტამენტი ვინ არის, ანუ რა სისტემებში მუშაობენ მაღაზიები, რა არის მარტივად ავხსნი, აქ მართლა მათემატიკას სადაც ვახსენებ, არ გეგონოთ, რომ აქ რაღაცა არაჩვეულებრივი იგულისხმება, არაფერი აქ მიუღწეველი არ არის აბსოლუტურად, უბრალოდ რაღაცა რომ გავიაროთ აქ უფრო დეტალურად ჩავალთ ფინანსურ ნაწილში, ანუ ფინანსურად რაზე არის კატეგორიის მენეჯერი პასუხისმგებელი, რა ფინანსურ სისტემებში მუშაობს, დაახლოებით როგორ მუშაობს და ასე შემდეგ, რა. ნუ იქ უკვე დავალებაც შემოდის, რაზეც თქვა დავამუშავებთ ერთად, რომ მეორე საათზე, მესამე ლექციის მეორე საათზე ჩვენ განვიხილოთ ჩვენი кейსები, შეიძლება პირველი უზე განვიხილოთ, რა როგორ თქვენ გენდომებათ, რა. მესამეზე იქნება უკვე
პორტფელის რაღაც მაგალითს მოვიყვანთ და დავიწყებთ უკვე მაგალითზე მუშაობას რა. მაგალითად ავაწყობთ ჩვენ რაღაცა პორტფელს, სადაც არის გაყიდვადი და არა გაყიდვადი პროდუქციები. დავიწყებთ მიზნების მოძიებას. რატო არის ეს არა გაყიდვადი პროდუქტები? სხვაგან რა ხდება ამ მიმართულებით? აინტერესებს მომხმარებლებს და თუ არ აინტერესებს, არ გვინდა ეს პროდუქცია არაფერში, ხო, პირობითად. გავივლით უფრო აი დეტალურად მაღაზიების განაწილებას, აი როგორც დღეს ვახსენეთ, რომ ორი ნაბიჯიდან იკორა არიან გვერდი-გვერდ. რატო არიან ორი ნაბიჯიდან იკორა გვერდი-გვერდ? როგორ არიან მაღაზიები დაყოფილები და ასე შემდეგ რა. ანუ იმიტომ რომ მაღაზიებსაც აქვს თავისი კატეგორიზაცია და რას ეფუძნება ეს კატეგორიები, მაგასაც გავივლით. პირველი სამუშაო კვირა იქნება, ანუ უკვე ეს ყველაფერაც ზოგადად გავიარეთ, უკვე ჭრილში ჩავალთ, ანუ რაღაც მოვიტანთ თქვათ სამუშაო ფაილებს, რაზეც დავიწყებთ ჩვენ მსჯელობას, მაგალითად როგორ დავიწყოთ პროდუქტების განსაზღვრა, როგორ გამოვავლინოთ, როგორ დავიწყოთ ფორმულირება უკვე ამ პოზიციების, ანუ ნაკლებად მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანის და თუ გვაძლევს სეზონის საშუალებას ხوار დაგვეტესტა, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანში გადმოგვეტანა, ანუ რისი საშუალება გვაქვს, როგორი თამაშის უფლება გვაქვს ჩვენს ბაზარზე და ასე შემდეგ. ასევე უკვე დავიწყებთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გავლას, როგორც არის Black Friday, ან შავი პარასკევი და დღესასწაულები. აქ უკვე შემოდის გადამზიდი კომპანიების როლიც, იმიტომ რომ საიდან ჩამოდის ძირითადად საქართველოში იმპორტი, ეს მნიშვნელოვანია, რომ განვიხილოთ, იმიტომ რომ ეს როცა ეს ინფორმაციები ვიცით, უფრო მარტივია ჩვენთვის დაგეგმოთ, თქვათ დეკემბერში მოსამზადებელი ღონისძიებები, სექტემბერში რო დავიწყო, ოქტომბერში თუ საერთოდ ივლისში უნდა დამეწყო რა. შესყიდული პროდუქტების ასორტიმენტის მართვაზე უფრო იქნება აქცენტი საწყობის და ლოჯისტიკის მუშაობაზე, პროდუქტების თაროზე განთავსებაზე, მათ სახეებზე და ფუნქციებზე, მათი ზრუნვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და ასევე განვიხილოთ ისეთ кейსებს, როგორც არის, რომ მაგალითად რას ვაკეთებთ, თუ დაბრუნების უფლება გვაქვს, რა შემთხვევაში გვაქვს დაბრუნების უფლება, რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ დაბრუნების წინ, როდესაც არ გვაქვს პროდუქტის დაბრუნების უფლება, დაახლოებით როგორი ზრდა უნდა გავაკეთოთ, ანუ აი რა ხელა რას უნდა შევატაროთ, აი მაგალითად დეკემბერში რაღაც გამეყიდა, იანვარში რაღაც გამეყიდა, როგორ უნდა მივხვდეთ, თებერვალში რა უნდა გავყიდო რა, აი ეგეთი დეტალებს გავივლით. მათემატიკა შემოგდის მე-6 და მე-7 ლექციებზე და აქ ძალიან დეტალურად და ძალიან კარგად და არაფერი ამაში საშიში არ არის. დავიწყებთ უკვე ფორმულების გამოყენებას, მათემატიკურ ფორმულებს გულისხმობ, მე მაგალითად როგორ რა საბუღალტრო ოპერაციები უნდა გავატაროთ იმისთვის, რომ ვიყოთ კარგი კატეგორიის მენეჯერები. მან ისეთი არაფერი არ არის, რომ თქვენ აუცილებლად ბუღალტრის ცოდნათ საერთოდ. არც მე არ მაქვს ბუღალტრის ცოდნა, მაგრამ გადასარევად მუშაობდი კატეგორიის მენეჯერად. მე რა, ანუ მარტივად შევძლებთ, რომ ვისწავლოთ ეს ყველაფერი. როგორ რა ფორმულებს მოგთხოვენ, როდესაც მუშაობთ კატეგორიის მენეჯერად, შემოვიდა დირექტორი და გეუბნება, ერთი ეს DRG-ის გარეშე დამითვალე რა. გავივლის რა არის DRG, რატო გჭირდება პროდუქციის DRG-ის გარეშე დათვლა, ან DRG-ი როდის ვითვლით, ზოგადად DRG-ს რას ვარიცხავს და რას არა და ასე შემდეგ. ეს ორი ლექცია იქნება ძირითადად მაგაზე დამოკიდებული. ასევე, როდესაც ჩვენ საუბრობდით დღეს ლექციაზე, რომ გარკვეულ მომწოდებლებთან ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები, რომ რაღაცა უკეთეს ფასად მოგცეს ან ჩვენთან ერთად აქცია ჩაუშვას, ამ ყველაფერს აქვს თავისი ფინანსური ნაწილი, სადაც კონტრიბუციას ან ერთი მხარე ჩამოდის, ან მეორე მხარე ჩამოდის, ან ორივე ერთად გადიან რა. აი რა სახის სისტემით წესრიგდება ურთიერთობა მომწოდებელს და გამყიდველს შორის აქციის დროს და აქციის გარეშე ამ ყველაფერს გავივლით, იმიტომ რომ კატეგორიის მენეჯერს ეს შეხვდება. მარკეტინგი იმიტომ ვფიქრობ, რომ საჭიროა, რომ მარკეტინგზე თქვენ მე როგორც შევნიშნე არ გიცოდნა გაქვთ უმეტესობას, ან ზოგადი ცოდნა მაინც ისეთი მაღალი გაქვთ, რომ ისაუბროთ და ეს მარკეტინგი ეგეთი საკითხია, რომ ძირითადად ეგეთ ადამიანები ხდებიან, ვინც უფრო ერკვევიან ხოლმე მარკეტინგში. ამიტომ ვფიქრობ, რომ მარკეტინგზე რო ვისაუბროთ ჩვენ და კატეგორიის მენეჯერის კვეთაზე, ბევრს არაფერს დავაშავებთ რა, ორი განსხვავებული დეპარტამენტია. ერთ ხელმძღვანელსაც კი არ ექვემდებარებიან, მაგრამ ამ ორივეს ერთად შეუძლია არაჩვეულებრივი შედეგის დადება. და როგორ შეიძლება რა ხელსაწყოები გვაქვს რითეულში ამ
შედეგის დასადებად მარკეტინგთან ერთად ამას გავევლით. და მოვემზადებით შემდეგ უკვე დღესასწაულისთვის, ეს მე-9 არის საგამოცდო ლექციის წინა ლექცია, სადაც კიდევ ერთხელ გავევლით დღესასწაულის უკვე ძალიან დეტალურ განსაზღვრებას, თუ ზემოთ ლექციებში ვთქვათ, ვახსენეთ ჩვენ დღესასწაულისთვის მომზადება და ზოგადად გავევლით, აქ უკვე ძალიან დეტალურად დავიწყებთ მომზადებას და უკვე ჩავშლით დეტალურად, რომ მაგალითად რა გასაყიდი წყაროები გვაქვს, მარტო მაღაზიები გვინდა, თუ წლის ბოლომდე კიდე 40 ფილიალს ხსნით, თუ ერთ ფილიალს ხსნით და როგორ გავსაზღვრო ნაშთი ამ ფილიალისთვის. შეიძლება ეს ნაშთი კიდე მართალია მაღაზია ვარ, მაგრამ ჩემზე ჩაბმულები არიან ვიღაცეები რა, კიდე ვიღაცებს მიაქვს მცირე მეწარმეებს მიაქვს ჩემგან პოზიცია, იგი ჩემი კონკურენტები არ არიან და წაიყონ რა, მაგრამ მაგათი ნაშთიც ხო ჩემი განსაზღვრე, ნაშთი როგორ გავსაზღვროთ, მაგასაც გავუვით ბოლო ლექციაზე და შემდეგ უკვე იქნება გამოცდა, სადაც შევაჯერებთ ამ ყველაფერს, გამოცდა იქნება წერის ფორმატში, იმიტომ რომ მათემატიკური ფორმულები, რასაც გავუვით და ძალიან კარგად გავივარჯიშებთ, იმიტომ რომ ძალიან დეტალურად ვიმუშავებთ მე, თუ რამე გაუგებარი იქნება და ლექციაზე თქმის რაღაცა შესაძლებლობა არ გიქნებათ მეილზე მომწერს და ისე გავივლით. ანუ უბრალოდ ეს ამოცანებიც უნდა შევიდეს ფინალურ გამოცდაზე და ამიტომ წერეთი მოგვიწევს ჩვენ აუცილებლად რა, რომ რაღაცა სუბუქად რაღაცები ერთმანეთს მივუმატოთ და გამოვაკლოთ. გვინდა Excel-ში, გვინდა კალკულატორი, და როგორც მოგვინდეს. და ეს იქნება სულ. ერთი კითხვა გამოჩნდა მე, თუ შეიძლება. კი. აი, კატეგორიის მენეჯერი და ბრენდის მენეჯერი ხო ცალსაკეა და დავუშვათ თუ მარტო ერთ ბრენდზეა საუბარი, ნუ ავიღოთ H&M. ეს ხო არის ერთი ბრენდი. ანუ მან კატეგორიის მენეჯერი რა როლს ასრულებს, თუ ბრენდის მენეჯერი ირჩევს ყველაფერს რაც გაიყიდოს. ნახეთ როგორ არის H&M-ის შემთხვევაში, H&M თვითონ არის ბრენდი, რომელსაც ყავს კატეგორიის მენეჯერი რა. H&M, აი H&M-ს რამდენად ყავს კვე-ბრენდები, ეგ არ ვიცი, ანუ მე მგონი ყავს რა. იცით რა კითხავს თქო მე ხლა რომ ეს სწორად გითხრათ ჩემი სათქმელი? ანუ H&M-ში რო შედიხარ, ნებისმიერ ტანსაცმელს, რასაც აიღებ, H&M-ი აწერია, თუ შეიძლება სხვა ბრენდიც ეწეროს. აი ამაზე მიპასუხეთ და გავაგრძელებ საუბარს. ანუ ერთი და იგივე აწერია. H&M. შესაბამისად, მაგას ბრენდ მენეჯერები არ ყავს. მაგას ყავს კატეგორიის მენეჯერი. H&M-ში ერთი და იგივე, ანუ სხვადასხვა ბრენდებიც აქვს. სხვადასხვა ბრენდები, მაშინ მარტო H&M-ის მიმართულება არ არის. ხო, აი H&M-ში იშვიათად ხვდები ხოლმე და ამიტომ არ ვიცოდი. ესეთ შემთხვევაში ბრენდ მენეჯერები ეყოლება იმ ბრენდებს, რომელიც არის ჩამოკიდებული თაროებზე და ის ბრენდ მენეჯერები გადაწყვეტენ რა მოხდეს თაროზე. მაგრამ უფრო კარგად რომ ბრენდ მენეჯერის ფუნქცია გავიგოთ, მე მოგიყვანთ ახლა ერთ მაგალითს რა. მაგალითად ავიღოთ ისევ ჩვენი PSP, ხო? PSP-ში ვიცით რომ კატეგორიის მენეჯერი არის ტიპი რომელიც ზის და ხელის კრემების სექციაში რა ხელის კრემით შედის მაგაზე არის პასუხისმგებელი. ანუ კატეგორიის მენეჯერი ვალდებული არის ბრენდ მენეჯერი, GIS ბრენდ მენეჯერი, კოდალის ბრენდ მენეჯერი, რაღაცა ნიუქსის ბრენდ მენეჯერი მაქსიმალურად დროულად დააფუძნოს, რომ იმათმა თავიანთი ნაშთები დროულად ჩამოიტანონ, მიაწოდონ შესაბამისი მასალები, რომ ამ კატეგორიის ბრუნვა უზრუნველყოს რა. კატეგორიის მენეჯერისთვის სულ ერთია მიღწეულ დასახულ მიზანს, როგორ მიაღწევს ყველა GIS გაყიდის თუ აუცილებლად კოდალის გაყიდის. მაგისთვის სულ ერთია, მაგისთვის თავარია რომ ტანის კრემი გაიყიდოს ამ რაოდენობის, ამ თანხის რა. ამ ამოცანის იმ ბრენდ მენეჯერის საშუალებით მივატო, ამ ბრენდ მენეჯერის საშუალებით მივა, მისთვის უკვე სულ ერთია, მაგრამ როცა უკვე ხარ კოდალის ბრენდ მენეჯერი, იქ შეთთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოდალის ტანის კრემი ხო ნამდვილად კარგად იყიდება, ტანის ზეთი ხო ნამდვილად კარგად იყიდება, სახის დასაბანი ხო ნამდვილად კარგად იყიდება, ის ვინოპურის მისტი რო აქვს ხო ნამდვილად ყველა მომხმარებელმა იცის, ანუ ეს განსხვავება არის რა. იმას ბრენდის ქვეშ რა ტიპებიც არიან, ის აინტერესებს და ამას ტიპის ქვეშ რა ბრენდებიც არიან, ის აინტერესებს. ეს განსხვავება არის კატეგორიის მენეჯერს და ბრენდ მენეჯერს შორის. და ბრენდ მენეჯერები ძირითადად უფრო უცხოეთის ბაზარზე მუშაობენ რა. კატეგორიის მენეჯერი ადგილობრივ ბაზარზე აკეთებს შესყიდვას და ბრენდ მენეჯერი ძირითადად უცხოეთიდან იწერს ხოლმე დისტრიბუციაში. აჰა, კარგი, მადლობა. აი, პირიქით. ხო გასაგებად აქვს კიდე რამე კითხვა ხო არ არის შემიძლია გიპასუხოთ. ჩემგან არა. კარგით. იდე ხო არა გვაქვს რაიმე კითხვა. მე ამასობაში გაზიარებული მაქვს უშუალოდ საიტი, მეგობრებო, სადაც მითითებული არის, რომ არის კურსი ჰიბრიდული.
თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობს 10 შეხვედრა არის სულ, თითოეული არის 2 საათიანი, საღამოს 7-დან 10 საათამდე, ორშაბათობით და ხუთშაბათობით. დაწყებას ვაპირებთ 13 თებერვალს, ანუ 19 დღეში. შეგიძლიათ საიტიდანვე გააკეთოთ განაწილება სულად უპროცენტო, აი ესეთი ნახეთ 5 შესაძლებლობა არის სრულად უპროცენტო განაწილების, განვადების, მათ შორის 6 თვიანი უპროცენტო განვადება არის Liberty-ს Top Card-ის არჩევის შემთხვევაში. ამიტომ ეს პარად თუ გაქვთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ, ან თუ არ გაქვთ, ძალიან მარტივია ონლაინ აღება. დაწვრილებით ყველაფერი მოცემული არის, გთხოვთ რომ სილაბუსს კიდევ ერთხელ გაეცნოთ, ვისაც გაგიჩნდებათ სურვილი რომ შემოგვიერთდეთ და გაგვიხარდება თუ იქნებით პირველი თაობა, ვინც ანასგან ისწავლის ამ ყველაფერს და გაუზიარებს თავის დაინტერესებულ აუდიტორიას თავის გამოცდილებას.